მოგესალმებით. წინა ლექციებში ჩვენ ვისაუბრეთ Java-ში კოდის დაწერაზე, კლასებზე, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე, მონაცემთა სტრუქტურებზე და ალგორითმებზე, Java-ს შიდა სამსახურეზე და მეხსიერებაზე და საკუთარი პროგრამირების ენის შექმნაზე. მაგრამ აქამდე განხილული ყველა ტიპის კოდი იყო მხოლოდ ოპერატიულ მეხსიერებაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აპლიკაციის გათიშვის შემდეგ ყველანაირი ინფორმაცია იკარგებოდა. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა გვინდა რომ ჩვენი მომხმარებლების ან პროდუქტების რაიმე ინფორმაცია ხვალაც გქონდეს, 1 წლის შემდეგაც გქონდეს და საერთოდ უფრო დიდი ხნით შეგვეძლოს ამ ინფორმაციის შენახვა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარ არის საკმარისი რომ RAM-ში შევინახოთ ინფორმაცია, გვჭირდება ფაილზე და დისკზე შენახვა. სწორედ ამისთვის არსებობს მონაცემთა ბაზები, რომლებსაც საკუთარი პროგრამირების ენები აქვთ და ამ საქმეს აკეთებენ უფრო ოპტიმიზირებულად. მოდი განვიხილოთ ამისთვის ონლაინ კურსების პლატფორმა, რომელშიც დავუშვათ გვინდა რომ შევქმნათ ისეთი საიტი, სადაც იქნებიან სტუდენტები, იქნებიან ლექტორები, იქნება კურსები და თითოეულმა სტუდენტმა შეიძლება აიღოს რამდენიმე კურსი, თითოეულში ქონდეს რაღაც ნიშანი და ასე შემდეგ. ანუ მაგალითად თითო კურსს შეიძლება ყავდეს თავისი ლექტორი, სტუდენტების რაოდენობა, რეიტინგი და ყველას გავსი ინფორმაცია, რაც უნდა შევინახოთ. როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაცია შევინახოთ? ერთი მარტივი, მაგრამ ცუდი გზა არის, რომ ავიღოთ ერთი გიგანტური ტექსტური ან Excel ფაილი და აქ შევინახოთ თითოეული ჩარიცხვა, სტუდენტის სახელი, მეილი და ასე შემდეგ ყველანაირი ინფორმაცია ერთად. ასეთი ინფორმაციის შენახვის პრობლემა არის, რომ იგივე ინფორმაცია ძალიან ბევრჯერ მეორდება და ძალიან გაიზრდება ასეთი ფაილის ზომა. ასევე რადგან მეორდება, შეცვლა იქნება ძალიან რთული და სხვა უამრავი პრობლემაც აქვს, რასაც ახლა განვიხილავთ. სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს მონაცემთა ბაზები. რას გვაძლევს მონაცემთა ბაზა? მონაცემთა ბაზის გამოყენებით ჩვენ გვაქვს მთავარი მდგრადობა, სისწრაფე და პარალელიზმი. მოდი განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს. მდგრადობა ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მარტივად შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ინფორმაციას ვინახავთ სწორად, ინფორმაცია არ დაიკარგება და ყოველი ცვლილების ან წაშლის შემდეგ ინფორმაცია ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომელშიც გვაწყობს. ანუ მაგალითად, ჩვენ მონაცემთა ბაზებში გვაქვს მხოლოდ წაკითხვის ან ჩაწერის ოპერაციები. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ, რომ ყოველი ჩაწერის ოპერაცია კარგად შესრულდება და ყოველი წაკითხვის ოპერაცია სწრაფი იქნება. ისე როგორც ჩაწერის ოპერაციის სისწრაფეც შეგვიძლია უზრუნველყოთ ერთ Excel ფაილთან შედარებით. ასევე ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ პარალელიზმი, რაც ნიშნავს, რომ ბევრ სხვა მომხმარებელს, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში სტუდენტებს და ლექტორებს, ერთდროულად შეძლოთ ბაზაში როგორც ინფორმაციის წაკითხვა, ასევე შეცვლა, ისე რომ ხელი არ შეეშალოთ და თან ნელი არ იყოს ეს პროცესი. ჩვენ დღევანდელი სასაუბრო თემა ძირითადად იქნება ეგრეთ წოდებული SQL ბაზები, ანუ რელაციური ბაზები. SQL ნიშნავს Structured Query Languages. ანუ ჩვენ წერთ გარკვეულ მოთხოვნებს სტრუქტურირებულ ფორმაში, რომელსაც მერე ჩვენი ბაზა ასრულებს. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ვიკითხოთ, რომელ კურსზე ყველაზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირებული. ან ამ სტუდენტს საშუალოდ რა ნიშანი აქვს კურსებში. ან ნებისმიერი სხვა კითხვა შეიძლება დავსვათ, ან შეიძლება ინფორმაცია შევცვალოთ. მაგალითად, მოუმატეთ ამ სტუდენტს ქულა, ან წაშალეთ ეს კურსი და ასე შემდეგ. ჩვენ დღევანდელი SQL ბაზა არის PostgreSQL. ზოგადად რამდენიმენაირი SQL ბაზა არსებობს, მაგრამ დღეს Postgres გამოვიყენებთ, რადგან ის არის ერთ-ერთი თანამედროვე ბაზა, რომელიც ხშირ გამოყენებაშია რეალურ სამყაროში და აქვს ყველა ის ფიჩერი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ამისთვის ჩვენ დავყენებთ აპლიკაცია pgadmins, რომელიც PostgreSQL-თან დაკავშირებას აადვილებს. პირველ რიგში, მოდი ერთი ნაბიჯით უკან წავიდეთ და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რისთვის ვიყენებთ ამას. გაიხსენებთ, რომ ჩვენ Java-ს კოდში გვაქვს კლასები, რომელსაც შეიძლება გქონდეს რაიმე კავშირი ერთმანეთთან. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში დავუშვათ გვაქვს ინსტრუქტორის კლასი, რომელსაც აქვს თავისი უნიკალური რაღაც ID, სახელი, მეილი, ასე შემდეგ და რაღაც კურსებს ასწავლის, რომელსაც შემთხვევაში გამოიხატება კურსების სიად. ასე დავუშვათ გვაქვს კურსის კლასი, ასევე ID-ით, სახელით, აღწერით, ასე შემდეგ. გვაქვს სტუდენტის კლასი, რომელსაც აქვს ასევე სტუდენტის უნიკალური ID, სახელი, მეილი, როდის დარეგისტრირდა ამ უნივერსიტეტში ან პლატფორმაზე ასე შემდეგ და ჩარიცხვების კლასი, სადაც წერია ამ ჩარიცხვის უნიკალური ID, ვინ ჩაირიცხა, რა კურსზე ჩაირიცხა და როდის ჩაირიცხა. სწორედ ამისთვის შემოდის ბაზებში ურთიერთდამოკიდებულება. ურთიერთდამოკიდებულება არსებობს რამდენიმენაირი. მაგალითად, შეიძლება იყოს ერთი ბევრთან დამოკიდებულება, რომ ერთი ლექტორი ასწავლიდეს რამდენიმე კურსს, თუმცა თითო კურსს მხოლოდ ერთი ლექტორი ასწავლიდეს. ანუ ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ინსტრუქტორის კლასი, რომელსაც აქვს კურსების სია, მაგრამ თითო კურსს ყავს ერთი ინსტრუქტორი, როგორც მე-12 ხაზზე ვხედავთ. ასევე შეიძლება ასწავლიდეს ბევრი ბევრთან კავშირი, ეგრეთ წოდებული many to many. რომელშიც მაგალითად როგორც ხედავთ, სიტყვაზე ქიმიაზე არის 2 სტუდენტი დარეგისტრირებული, ხოლო სტუდენტი ლუკა მაგალითად ფიზიკაზეც არის და ქიმიაზეც. ანუ
თითო სტუდენტი შეიძლება ბევრ საგანზე იყოს და თითო საგანზე შეიძლება ბევრი სტუდენტი იყოს. არის ბევრი ბევრთან კავშირი. ეს Java-ში შეიძლება გამოიხატოს როგორც კურსის კლასი, რომელსაც სტუდენტების სია აქვს და სტუდენტის კლასი, რომელსაც კურსების სია აქვს. ან შეიძლება უფრო MySQL გზა გამოვიყენოთ, რაც არის რომ შუამავალი ეგრეთ წოდებული მაგალითად ამ შემთხვევაში ჩარიცხვების კლასი დავამატოთ და კურსის კლასი ექნება ჩარიცხვების სია, სტუდენტის კლასაც ექნება ჩარიცხვების სია, ხოლო რეალურად თვითონ ჩარიცხვების კლასი ექნება რომელი სტუდენტი რომელ კურსზე დაემატა. ამას დამატებითი ბონუსიც აქვს, რომ ჩარიცხვის თარიღი და სხვა მსგავსი ინფორმაციები შეიძლება დავამატოთ. გარდა ამისა, ასევე არსებობს 1-1-ზე კავშირი. მაგალითად, სტუდენტ ლუკას აქვს ლუკას აკადემიური მოსწრების ქაღალდი, სადაც წერია მისი ნიშნები სხვადასხვა საგანში. თითო სტუდენტს თითო ასეთი ნიშნების ტრანსკრიპტი აქვს, ხოლო თითოს ტრანსკრიპტი მხოლოდ ერთი სტუდენტისთვისაა. ანუ მაგალითად, Java-ში ეს შეიძლება იყოს, რომ არის რაღაც სტუდენტის კლასი, რომელსაც ბოლოში აქვს თქვა რაღაც grades card ერთი ობიექტი და ამ grades card კლასს აქვს ერთი სტუდენტის ობიექტი. ანუ ეს არის 1-1-ზე კავშირი. ჩვენი ინფორმაციის და მათი ურთიერთდამოკიდებულების ასახავად ხშირად ვიყენებთ ვიზუალურ წარმოსახვას, რომელსაც ვეძახით სქემას. მაგალითად, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ბაზის სქემა არის ასეთი, რომ გვაქვს 4 ცხრილი, სტუდენტები, ჩარიცხვები, კურსები და ინსტრუქტორები, თითოეულს აქვს ID, სახელი და ასე შემდეგ. და როგორც ხედავთ ეკრანზე, მაგალითად, ჩარიცხვას აქვს სტუდენტის ID, რომელიც სტუდენტს უკავშირდება და კურსის ID, რომელიც კურსს უკავშირდება. ანუ სქემაზე გამოვხატავთ ძირითადად ცხრილს, მის ველებს და მათ ერთმანეთთან კავშირებს. სქემის ჩაწერის რამდენიმე ოფიციალური სტილი არსებობს. მოდი განვიხილოთ. პირველ რიგში არსებობს ER დიაგრამები, რომლებიც, ანუ entity relation დიაგრამები, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს ობიექტები, მათი ველები და შემდეგ მათი ერთმანეთთან დამაკავშირებლები. მაგალითად, ხედავთ, რომ სტუდენტი ჩაირიცხება რაღაც ჩარიცხვაში. ჩარიცხვა არის რაღაც კურსის ნაწილი, ხოლო რაღაცა კურსს ასწავლის ინსტრუქტორი. ასეთი არის entity relation დიაგრამები. ზოგადად სხვადასხვა ნოტაცია არსებობს, მოგეხსენებათ სქემების ჩაწერის და განვიხილოთ სამი ყველაზე პოპულარული. chain ნოტაცია, crow's foot ნოტაცია, ანუ ყვავის ფეხის ნოტაცია სიტყვასიტყვით და UML class დიაგრამის ნოტაცია. მაგალითად, ერთი ბევრთან კავშირისთვის, როდესაც გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ დავუშვათ, თითო მხატვარი ხატავს რამდენიმე ნახატს, მაგრამ ერთ ნახატს ერთი მხატვარი ყავს. ანუ ერთი ბევრთან კავშირია. chain ნოტაციაში ეს დაიწერებოდა ასე. crow's foot ნოტაციაში დაიწერებოდა ასე, ანუ ერთის ნიშანი არის ორი ვერტიკალური ხაზი, ხოლო ბევრის ნიშანი არის ეს ეგრეთ წოდებული ყვავის ფეხის მსგავსი სიმბოლო, მაგიტომ ქვია ასე. და UML class დიაგრამაში დაიწერებოდა ასე, რომ რადგან ერთი მხატვარი ხატავს ერთი ერთზე მხატვრის ხარეს, ხოლო ნახატის ხარეს არის ერთი ფიფქზე, ანუ ერთი ბევრთან. ასევე არსებობს ბევრი ბევრთან კავშირის ჩაწერის სტილი, მაგალითად, რადგან მოსწავლეს თქვა სწავლობს ბევრ საგანს და თითო საგანს ბევრი მოსწავლე გადის, როგორც წეგან განვიხილეთ. ანუ მოსწავლის საგნის ცხრილები თუ გვაქვს, შეიძლება m რაოდენობის მოსწავლე იყოს n რაოდენობის საგანთან დაკავშირებული, ბევრი ბევრთან ასე გამოიხატება chain ნოტაციაში. crow's foot ნოტაციის შემთხვევაში უბრალოდ ორივე მხარეს ფეხს დავხატავთ, ხოლო UML class დიაგრამის შემთხვევაში ვიტყვით, რომ ორივე მხარეს არის ერთი ფიფქთან კავშირი, ანუ ერთი მოსწავლე ბევრ საგანთან და ერთი საგანი ბევრ მოსწავლესთან. ასევე 1-1-ზე კავშირის შემთხვევაში ორივე მხარეს ვიტყოდით chain ნოტაციაში ერთებს, crow's foot ნოტაციაში ორივე მხარეს ორ ვერტიკალურ ხაზს დავსვამდით, ხოლო UML class დიაგრამის შემთხვევაში 1-1-ზე ან 1-1-ზე კავშირს დავხსოვდით. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ არავინ გვავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩვენი ბაზის სქემაც ასე გამოვსახოთ ვინმესთვის ვიზუალურად ასახსნელთ. ჩვენ მოხერხებული ხალხი ვართ და შეგვიძლია პირდაპირ Excel-ში დავხატოთ ჩვენი ბაზა როგორ იქნებოდა და სიტყვიერ მივაწეროთ კავშირები. გამოვიყენოთ Excel. როგორც ხედავთ, Excel-ში, ამ შემთხვევაში Google Sheet-ში, მაგრამ იგივეა, ბევრად უფრო მარტივად შეგვიძლია ჩავწეროთ, ვიდრე chain-ის სტილი და სხვა ნოტაციები მოითხოვს. ამ შემთხვევაში ჩვენი 4 ცხრილისთვის, ანუ სტუდენტები, ჩარიცხვები, კურსები და ინსტრუქტორები, წერთ ასეთ ფორმატში, რომ გვაქვს სვეტი, სტუდენტი ID, სახელი და მეილი, მაგალითად, მონაცემის ტიპი, რომელსაც ამ სვეტში ინახება, მაგალითად, სტუდენტის ID არის რიცხვი, სახელი და მეილი კი არიან ტექსტური ველები და რა შეზღუდვები იდება ამ ველზე. მაგალითად, სტუდენტის ID არის primary key, რაც ნიშნავს, რომ ამ ველის მიხედვით დაისორტება ცხრილი და ასევე უნიკალური უნდა იყოს ეს ველი. ანუ მაგალითად, სტუდენტებში დაალაგებული იქნება პირდაპირ დის მიხედვით, სტუდენტ ID 1-ის ცოქს იქნება პირველი, 2-ის ცოქს იქნება მეორე და ასე შემდეგ. რაც საშუალებას აქვს ეს, რომ ძალიან სწრაფად ვიპოვოთ სტუდენტის ID-ის მიხედვით საჭირო სტუდენტი. თქვენ ალბათ ალგორითმების ლექციიდან გახსოვთ, რომ დაალაგების ალგორითმებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრად შეუძლია საქმე აჩქაროს. ასე რომ მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ საჭირო primary key-ები. ასევე როგორც ხედავთ, მაგალითად, ახლა ჩარიცხვების ცხრილში გვაქვს თარიღიც თუნდაც
კურსების ხილში კი უკვე საინტერესო მასალები შემოდის, ისე როგორც ჩარიცხვებში. აი მაგალითად, ერთი ახალი რაღაც, რაც აქ ემატება არის, რომ როგორც ხედავთ, ჩარიცხვების ხილში რაველები გვაქვს. ჩარიცხვის ID, ეს enrollment ID, რომელიც არის რიცხვი და არის primary key და student ID და course ID, რომლებიც ასევე რიცხვებია და აწერეთ foreign key. რას ნიშნავს foreign key? როგორც გახსოვთ ადრე, როდესაც ორ ცხილს ერთმანეთთან ვაკავშირებთ, ხატავდით ყვითელ ისარს. ზუსტად ეს არის ბაზაში foreign key. ანუ მაგალითად, ჩარიცხვების ცხრილს რომ აქვს student-ის ID, ეს რომ foreign key ნიშნავს, რომ უკავშირდება სხვა ცხრილის primary keys. ამ შემთხვევაში ეს უკავშირდება სტუდენტების ცხრილის student ID-ს. ნახავთ, რომ იგივე სახელი ქვეთ. პრინციპში არ არის აუცილებელი რომ იგივე სახელი აქვთ, მაგრამ ხშირია ასე. და უკავშირდება ამას. სწორედ ამიტომ ქვია foreign key. ანუ შეზღუდვის ტიპები არის ასეთი, რომ შეიძლება იყოს primary key, შეიძლება იყოს foreign key, ან შეიძლება უბრალოდ თქვათ, რომ რაიმე ველი უნიკალური უნდა იყოს, ისე რომ key არ იყოს. მაგალითად, სტუდენტებს შევამოთ, რომ მეილი უნიკალური უნდა იყოს. ანუ იგივე მეილით ორი სხვა სტუდენტი ვერ დარეგისტრირდება, ისე როგორც იგივე მეილით ორი სხვა ლექტორი ვერ დარეგისტრირდება. სწორედ ამიტომ ასე შედგება ჩვენი სქემა. ახლა უკვე სქემა შედგენილი გვაქვს და შეგვიძლია SQL-ის კოდის დაწერაზე გადავიდეთ. დრო განვიხილოთ SQL ბაზების საფუძვლები. პირველ რიგში შევეხოთ ბაზის შექმნას და მის გარშემო ეგრეთ წოდებულ data definition languages. ანუ როგორ ხდება ბაზაში ცხრილების შექმნა, ერთმანეთთან დაკავშირება, შეცვლა, წაშლა და ასე შემდეგ. pg admin-ის დაყენების ინსტრუქციას description-ში იხილოთ. თუმცა ახლა უკვე საქმეზე გადავიდეთ და შევქმნათ ჩვენი მონაცემთა ბაზა. ამისთვის დავაჭერთ create database. შევარჩევთ რაიმე სახელს ჩვენი ბაზისთვის. მაგალითად ამ შემთხვევაში ლოგიკურია დავარქვათ online course platform, მაგრამ რასაც გვინდა იმას დავარქვათ რეალურად. აქვე შეგვიძლია ვნახოთ რა SQL-ის კოდი გენერირდება, როცა ამ სახელს წერთ. ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს ბრძანება გაეშვება ახლა. შეგვიძლია ეს ბრძანება ხელითაც დაგვეწერა, უბრალოდ საქმე გავიმარტივეთ. აქ ამ მნიშვნელოვანი წილი ხოლმე არის, რომ create database online course platform, რაც შექმნის ამ ჩვენ ბაზას. ესენი უბრალოდ default setting-ები, რომელზეც შეგვიძლია ამ წუთას არ ვიდარდოთ. დავაჭიროთ saves, რომ შეიქმნას ჩვენი ბაზა. და როგორც ხედავთ, აი აქ შეიქმნა უკვე ჩვენი ბაზა. ახლა უკვე ამ ბაზაში შეგვიძლია დავიწყოთ რაღაც ცვლილებების შეტანა. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენი ცვლილების შექმნაზე. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ინსტრუქტორების თებლის შექმნით. ამისთვის წერთ create table. სხვადასხვა SQL-ში მნიშვნელობა არ აქვს დიდი ასოთი დავწერთ თუ პატარით, მაგრამ ზოგადი სტანდარტია, რომ ბრძანებებს წერთ დიდი ასოთი, რომ განვასხვაოთ ჩვეულებრივი ტექსტისგან. ამიტომ დავწერთ create table instructors. ინსტრუქტორებს უკვე პატარა ასოთი ვწერ. გავხსნით მრგვალ ფრჩხილებს და შიგნით უნდა ჩამოვწეროთ ყველა ის ველი, რომლისგანაც უნდა შედგებოდეს ინსტრუქტორების ცხრილი. პირველ რიგში ეს იქნება რა თქმა უნდა instructor ID, რაც უნიკალური ველი უნდა იყოს. და Postgres-ში არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ primary key-ებს, ანუ მთავარ იდენტიფიკატორებს ვაძლევთ მონაცემთა ტიპს სახელად serial, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ავტომატურად გაზარდოს Postgres-ზე და ყოველ ჯერზე ხელით მითითება არ გვჭირდებოდეს. ვამბობთ, რომ ის არის რა თქმა უნდა primary key, ვინაიდან ეს უკვე აქამდეც განვიხილეთ. ახლა ვაგრძელებთ. ანუ ხედავთ, რომ როგორც Excel-ში დავწერეთ, აქაც ჯერ ვწერთ სვეტის სახელს, მერე მის მონაცემთა ტიპს და მერე რა შეზღუდვები ადევს, მაგალითად ამ შემთხვევაში primary keys. შემდეგი ველი არის name, ანუ სახელი, რომელზეც ვიტყვით, რომ იქნება varchar 100, ანუ შეიძლება იყოს ტექსტური ველი მაქსიმუმ 100 სიმბოლოსგან შემდგარი. და ალბათ 100-ზე მეტი სახელი არავის არ აქვს, ამიტომ ეს საკმარისია. და ერთ-ერთი შეზღუდვა, რასაც ამას დავდეთ, არის not null. ანუ უეჭველი უნდა მიუთითოთ. შემდეგი ველი იქნება email, რომელიც ასევე იქნება varchar, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვათ, მაგალითად 255, იმიტომ რომ ყოველი შემთხვევაში უფრო დიდი სივრცე მიცეთ, რადგან ზოგჯერ მეილი დიდი ტექსტიანია. აქაც ვთქვათ, რომ not null უნდა იყოს, იმიტომ რომ აუცილებელია მითითება და რომ უნიკალური უნდა იყოს. რაც მოდი ასე დიდი ასოთით დავწეროთ. რაც უნიკალურობის შეზღუდვა თავისთავად გვიცხოს, რომ სხვა ლექტორს იგივე მეილით არ შეიძლება რეგისტრაცია. ხო, name არ შეგაშინოთ, რომ წითელი ამაცავით ეს ხოლმე, იმიტომ რომ უბრალოდ SQL-ის სახელს ემთხოვა ეს, რომ მოვერდოთ, შეგვიძლია დავარქვათ რა instructor name ან რამე, მაგრამ რეალურად საჭირო არ არის, იმიტომ რომ არაფერ რეალურ პრობლემას არ მოგცემს. უბრალოდ ჩვენი ედიტორი ამ შემთხვევაში pg admin თulis, რომ წითლად უნდა შეღებოს, მაგრამ არაფერი პრობლემა არ არის. მოდი ახლა ერთი შეზღუდვა დავადოთ უბრალოდ ჩვენს ხილს, რომ სახელი ყოველთვის შედგებოდეს რეალური ტექსტისგან. ანუ ვიღაცა თუ მხოლოდ space-ები მოგცა, ან საერთოდ სარიელი ტექსტი მოგცა, ეს არ იყოს მისაღები. ამიტომ შემოვიღოთ შეზღუდვა, ანუ constraint, ასე წერთ. დავარქვათ ამ შეზღუდვას სახელი, მაგალითად წესიერი სახელი, ანუ proper name. და რას ამოწმებს ეს? check, რომ რაღაც პირობა უნდა სრულდებოდეს, იმისთვის რომ შექმნის უფლება მოგცეს.
ამ შემთხვევაში ეს პირობა იქნება, რომ names რომ გამოვაცვლით თქვა თავში და ბოლოსში space-ებს, რამე ტექსტი დარჩეს. თავში და ბოლოსში space-ების გამოსვლას ქვია trim და ვიტყვით რომ trim name, ანუ ამ ფუნქციის გამოძახებით არ უნდა უდრიდეს ცარიელ ტექსტს. თქვენ Java-დან ალბათ გახსოვთ რომ არ უდრის იწერება ასე. Postgres-ში და ზოგადად SQL-ში უფრო ხშირად რომ არ უდრის დავწერთ ასე, ანუ ნაკლებიან მეტია ფაქტიურად. და ნუ არ უნდა უდრიდეს ტექსტს. ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს რომ ცარიელ space-ებიანი ან ცარიელ ტექსტიანი name-ი არ მივიღოთ. ასე შეგვიძლია ჩვენ შევქმნათ ინსტრუქტორების თეიბლი. ახლა მოდი უცებ შევქმნათ სხვა თეიბლებიც სტუდენტისთვის, მაგალითად, რომელსაც ანალოგიურად ექნება პირველ რიგში სტუდენტის ID, რომელიც იქნება ასევე serial და primary key. ასევე ექნება სახელი, რომელიც თქვათ ისევ არის 100 და ნათნალ. ექნება ასევე მეილი, ანუ საკმაოდ მსგავსია, როგორც ხედავთ ლექტორის და სტუდენტი. ნათნალ და unique. და ერთი განსხვავებული ექნება, მაგალითად, შეიძლება დავამატოთ registration date, ანუ როდის ჩაირიცხა სტუდენტი ამ კურსებზე. ისაც თარიღი უნდა შემოვიღოთ ზუსტი და ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს, ერთი მოცემული ტიპი არის, მაგალითად timestamp z. timestamp time zone, TZ. და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ზუსტად ვიცოდეთ, მაგალითად, რომელ საათზე და რომელ წუთზე დარეგისტრირდა. და შეგვიძლია მივანიჭოთ default მნიშვნელობა, რომ ყოველ ჯერზე ხელით არ გვიწევს საწერა. მაგალითად, წერ default now, რაც ძალიან ხელსაყრელია, იმიტომ რომ ყოველ როცა ახალ სტუდენტს შევქმნით, ავტომატურად შეიძლება იმ მომენტით, როცა შევქმნით ეს სტუდენტი. მოდი ახლა გადავიდეთ სხვა ველებზეც, რომ უფრო საინტერესო რაც არის foreign key მოგვიწევს გამოყენება. შევქმნათ კურსების ცხრილი. Create table courses. აქაც თავიდან დაიწყება იგივენაირად კურსის ID, serial, primary key. კურსის სახელი, რომელსაც title დავარქვათ, varchar, ვთქვათ 255 მაქსიმუმ და ნათნალ. ვთქვათ, რომ კურსს ექნება თავისი აღწერა, რომელიც იქნება უბრალოდ ტექსტური ველი, ტექსტი და varchar-ით გასხვავდება, რომ ტექსტს უფრო მეტი სივრცე ეტევა. და description შეიძლება მართლაც 1000-ობით ხაზიც იყოს. ვთქვათ, კურსს ექნება თავისი რეგისტრაციის ფასი, რომელიც იქნება რაღაც 10 წილადი, რომელსაც წერთ ასე numeric 102, რაც ნიშნავს, რომ 2 ციფრი შეგვიძლია წერტილის შემდეგ შევიყვანოთ და რიცხვი იქნება აუცილებელი, ანუ ნათნალ. და ასევე კურსს ყავს თავისი ლექტორი ყოველთვის, როგორც აქამდე ვთქვით. ამიტომ კურსში დაემატება instructor ID, ანუ რითაც ლექტორზე შეგვიძლია რომ მივაბათ. instructor ID რომ ლექტორს ამევა, ამას ასე ვიტყვით. instructor ID references ინსტრუქტორების თეიბლში instructor ID-ს. და ასევე შეგვიძლია დავამატოთ აქაც რაიმე შეზღუდვა, მაგალითად რომ კურსის დარეგისტრირების ფასი ლოგიკურია რომ 0-იან მეტი იყოს, იმიტომ რომ უარყოფითი ფასი არ არის ლოგიკური. ამიტომ დავუშვათ აქ constraint positive price დავარქვათ, რაც თქვენ იმის დავარქვათ, მაგრამ ლოგიკურად. და აქ შევამოწმებთ, ანუ check, რომ ფასი მეტი ან ტოლი იყოს 0-ზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე გვაქვს enrollment-ების ცხრილი, ანუ ჩარიცხვების და მოდი მაგისი თეიბლიც შევქმნათ. Create table enrollments, ვიტყვით. აქაც ანალოგიურად გვექნება enrollment ID, პირველ რიგში, რომელიც ისევ იქნება serial და primary key. და შემდეგ უკვე თითო ჩარიცხვა არის თითო სტუდენტი ირიცხება თითო კურსზე. ამიტომ გვინდა student ID, რომელშიც ანალოგიურად იქნება references students table student ID, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტების ცხრილის student ID ველზე არის მიბმული. და ასევე კურს ID. რაც ამ შემთხვევაში ისევ იქნება ასე, რომ references courses on course ID. და ასევე ვთქვათ, ჩარიცხვის თარიღი ლოგიკურია რომ შემოვიღოთ, enrollment date, რომელიც ასევე იქნება timestamp time zone, ანუ რომელ საათზე, რომელ დღესაში მოხდა და აქაც default now გავუწეროთ, რომ ანუ თუ არაფერი არ მივთვით, უბრალოდ როცა შევქმნით ეს ობიექტი, იმ დროს რა დროც იყო ეგ ჩაწერას. და მოდი აქაც რაიმე შეზღუდვა დავადოთ. მაგალითად შეზღუდვა იყოს, რომ იგივე სტუდენტი იგივე საგანზე ორჯერ ვერ რეგისტრირდებოდეს. რეალობაში რა თქმა უნდა, ხან-ახან უნივერსიტეტები ამის საშუალებას იძლევენ, მაგრამ დაუშვათ ჩვენ ამის საშუალებას არ ვიძლევთ. ამ შეზღუდვას დავადებით ასე, რომ constraint unique enrollment, ანუ უნიკალური ჩარიცხვა და აქამდე ხომოდით checks რომ პირობა შეგვემოწმებინა. ახლა ვიტყვით unique და student ID, course ID. რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის და კურსის კომბინაცია უნდა იყოს უნიკალური. ანუ ფაქტობრივად ნიშნავს, რომ იგივე სტუდენტი იგივე კურსზე ორჯერ ვერ ჩაირიცხება. სულ ეს არის ჩვენი შექმნილი ცხრილები.
შეგვიძლია ოდნავ შევალამაზოთ იმით, რომ რაღაცები დავამატოთ. მაგალითად, სტუდენტის ID და კურსის ID შეგვიძლია სავალდებულო გავხსნათ იმით, რომ ნათნალები მივუწეროთ. მოდი იგივე ვქნათ ინსტრუქტორის ID-ზეც კურსში, რადგან ესეც აუცილებელია. და რა თქმა უნდა, ამათ მონაცემთა ტიპიც უნდა მივუთითოთ. ვინაიდან ესენი არეფრენსებენ student ID-ის, კურს ID-ს დასაშენებლად, რომელიც ყველგან არის serial. ჩვენ ვიცით, რომ serial სამდროში არის იგივე ინტიჯერი, უბრალოდ ავტომატურად გაზრდადი. foreign-ის ხარეს ეს იქნება int. ამიტომ აქაც ყველას ჩავწერთ, რომ ეს არის int-ები, ინსტრუქტორ ID-საც მათ შორის. და ახლა უკვე მზადვართ, რომ ეს ბრძანებები გავუშვათ და ეს ცხრილები შევქმნათ. მოდი შევქმნათ ეს ცხრილები. გავუშვათ ჯერ ამას და ნახავთ, რომ შეიქმნა სტუდენტების ცხრილი, იგივე ინსტრუქტორების. ამას გავუშვათ და შეიქმნა სტუდენტების ცხრილი. ამითი შეიქმნა კურსების ცხრილი, ხოლო ამითი შეიქმნება ახლა ჩარიცხვის ცხრილი. ამგვარად უკვე ჩვენ ცხრილები შევქმნით და შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ. მაგრამ სანამ ინფორმაციის შევსებაზე გადავალთ, ღირს რომ ვახსენოთ ერთი რამ. თუ ჩვენ რაიმე შეცდომას დაუშვებდით ცხრილების შექმნისას, ორი ვარიანტი გვექნებოდა ინფორმაციის გამოსწორების. ერთი იქნებოდა, რომ პირდაპირ alter table დაგვეწერა, ასე alter table students და შემდეგ რაიმე შეგვეცვალა შიგნით, მაგრამ ასევე არსებობს მეორე უფრო მარტივი გზაც, მაშინ როცა ჯერ ინფორმაციით არ არის შევსებული, რომელიც არის drop table, ანუ შეიძლება რაღაც ცხრილი წავშალოს და საერთოდ აღარ არსებობდეს. მაგალითად, თუ ჩვენ შევქმნით რაღაცა ცხრილს create table to be deleted დავარქვათ, რადგან ისო წაშლას უპირებთ მალევე. რომელსაც აქვს რაღაც ID დავარქვათ უბრალოდ პირდაპირ serial primary key და some content თქვათ და რომელსაც არის ტექსტი. მეტი არაფერი არ აქვს თქვათ. ჩვენ შეგვიძლია ეს ცხრილი შევქმნათ და შემდეგ წავშალოთ ასე, რომ ვიტყვით drop table to be deleted. და ამას რომ გამოვიძახეთ, ეს ცხრილი წაიშლება. საერთოდ აღარ იარსებებს. თუ ჩვენ არ წავშალეთ ცხრილი, თავიდან ვერ შევქმნით და ამიტომ ინფორმაციას ვერ შევცვლით. ანუ მაგალითად, ეს create order გამოვიძახოთ, მეორეჯერ error-ზე გავალთ. მაგრამ თუ წავშალეთ, მე ისევ შეგვეძლება თავიდან გამოძახება. ამიტომ, როცა რაიმე ცვლილების შეტანა გვინდა, ერთი გზაა რომ alter table-ით შევცვალოთ, რასაც განვიხილოთ მალე, ხოლო მეორე გზა არის რომ უბრალოდ drop table-ით წავშალოთ და თავიდან შევქმნათ ცხრილი, რაც უფრო მარტივია თუ ინფორმაცია ჯერ არ ჩაგვიწერია. ახლა რადგან ბაზის სქემა შევქმნით, გვაქვს ცხრილები და მათთან კავშირები, დრო შევასოთ რეალური ინფორმაციით. პირველ რიგში განვიხილოთ insert ბრძანება, შემდეგ განვიხილოთ updates, deletes და მერე ისევ გავხსენებთ alter tables. პირველ რიგში თქვათ ასეთი რამე. აქამდე რაც ვაკეთებდით იყო data definition language, ანუ DDL, რომელშიც შედიოდა create table, alter table-იც, მაგრამ ჯერ არ გამოგვიყენებია და drop table. ხოლო ახლა რასაც გავაკეთებთ არის data manipulation language, ანუ DML. განსხვავება იმაშია, რომ data definition language იყო თვითონ ცხრილების სტრუქტურის განსასაზღვრელად და data manipulation language არის უშუალოდ ინფორმაციის ჩასაწერად ამ ცხრილებში. მოდი გავაკეთოთ ეს. შეამჩნევთ, რომ მინუსებით, ორი მინუსით რასაც წერთ, ეს კოდი იგნორდება, იმიტომ რომ ეს არის კომენტარი. როგორც Java-ში კომენტარი წერებოდა 2/ და შემდეგ რაიმე ტექსტით, SQL-ში ეს ხდება 2 მინუსის დაწერით. მოდი ახლა გავგრძელოთ. პირველ რიგში გავიხსენოთ insert ბრძანება, რომლითაც ცხრილში წერთ რაღაც ახალ ინფორმაციას, ანუ ახალ მწკრივს, რაც იგივე რაც Java-ში რომ რომელიმე კლასის ახალი ობიექტი შეგვექმნა. მაგალითად შევქმნათ ახალი ლექტორები. Insert into, ასეთი ფორმატი აქვს, instructors, ანუ insert into და მერე ცხრილის სახელი. მერე რომელი ველების ჩაწერას ვაპირებთ. გახსენეთ, რომ ლექტორის ველში ქონდა instructor ID, რომელიც ავტომატურად ივსება და არის უნიკალური რიცხვი. და ქონდა მისი სახელი და მეილი. ID-რგან ავტომატურად ივსება ჩვენ აღარ მივუთითებთ და მივუთითებთ მხოლოდ სახელს და მეილს. და ახლა რა მნიშვნელობებს ჩავწერთ აქ? ამის ვაწეროთ values და ჩამოვწეროთ ეს ვალუები. პირველ რიგში სახელი. მაგალითად, რა ვიცი, თქვათ რომ ეს იქნება დოქტორ ნიკა კოღუაშვილი. და ვიტყვით რომ ამისთვის გამოიყენება რაღაც n.cog ზაღლუკა gmail.com სიტყვაზე ან university.edu ან რა ნიშნობა აქვს. თავარია რაიმე მეილი. და შეგვიძლია კიდევ ერთი ველი შევიყვანოთ, მაგალითად პროფესორი ბენ კარტერი, რომელიც იქნება b.car/university.edu. ანუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რაც ჩავწერთ, თავარია იდეას მივხვდეთ. ასეთი ფორმატი აქვს მაგალითად ლექტორებს.
ახლა შევქნათ რამდენიმე სტუდენტიც, იმისთვის რომ გამოყენება შეგვიძლას. აქაც ანალოგიური მიზეზით მხოლოდ სახელს და მეილს მივცეთ, რადგან ID ავტომატურად დაგენერირდება. თქვათ რომ ეს სტუდენტები არიან, გიორგი გიორგაძე, რომლის გვარი მეილიც იქნება თქვათ georgi.g@gmail.com. ცხადია ეს გამოგონილი სახელებია და გამოგონილი მეილები. Bob Smith b.smith@gmail.com და რა ვიცი. უცხო რა მნიშვნელობა აქვს, რასაც გვინდა იმას დავწერთ. ახლა რამდენიმე ველი შევქმნათ კურსებისთვისაც. კურსებს მოგხსენებთ ცოტა მეტი ველი აქვს, თუმცა უნდა დავამატოთ აქ სახელი, ანუ title, description, pasi და ინსტრუქტორის ID. ინსტრუქტორის ID ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ რომ იქნება 1 ამისთვის და 2 ამისთვის, რადგან ამ წუთას ვქნით და ავტომატურად მიენჭება 1 და 2 პირველ ველებს. ან დარწმუნებული რომ არ ყოფილიყავით, select დავწერდით და გავიგებთ. მივალთ სელექცია ახლა და ნახავთ ეს როგორ იმუშავებდა. მოდი ახლა ეს გავაკეთოთ, values და რა value-ებს წერთ. პირველ რიგში ესე იგი გვჭირდება რომ ჩავწეროთ მაგალითად ერთი კურსი არის advanced SQL. ამისი აღწერა იქნება რომ we will deeply learn SQL concepts. Pasi იქნება თქვათ 100 ლარი სიტყვაზე. და ინსტრუქტორ ID არის 1, ანუ მაგალითად ნიკა კოგვაშვილი ასწავლის ამას. დავუშვათ ასევე არის მეორე კურსი, რომელიც არის Physics 101. We will learn how universe works. ასე ვიტყვით რომ ავწეროთ ეს. ვიტყვით რომ არის 25 ლარი მაგალითად და ამას ასწავლის მეორე ლექტორი. და თქვათ ასევე არის კიდევ ერთი ლექცია web development-ზე. Learn web dev ასე დავაწერთ. რომელიც თქვათ ღირს 50 ლარი და ასწავლის ასევე მეორე ლექტორი. მოდი რამდენიმე ჩარიცხვის ობიექტიც შევქმნათ, რომ ბარემ სრულად შეგვეძლოს ინფორმაციასთან მუშაობა. ამიტომ insert into enrollment, სადაც ჩვენ მხოლოდ უნდა მივუთვით აუცილებლად სტუდენტის ID და კურსის ID, რადგან დანარჩენი ველები ჩარიცხვაში, ანუ ჩარიცხვის ID და ჩარიცხვის თარიღი ავტომატურად შეივსება. ჩარიცხვის ID იქნება 1, 2 ეს შემდეგ და თარიღი კიდევ რა მომენტშიც შევქმნით ის. მაგალითად პირველი სტუდენტი შევიდა პირველ კურსზე, მეორე სტუდენტი შევიდა ასევე პირველ კურსზე, პირველი სტუდენტი შევიდა ასევე მეორე კურსზე ვთქვათ და ვთქვათ პირველი სტუდენტი შევიდა მესამე კურსზეც. და მესამე სტუდენტიც შევიდა თქვათ მესამე კურსზე. ასე ჩვენ შევქმნით უკვე რამდენიმეს. და ახლა შეგვიძლია ეს ბრძანებები გავუშვათ, რომ უშუალოდ აისახოს ეს ინფორმაცია. როგორც ხედავთ აქ დაწერია რომ insert-ი შესრულდა. ახლა შევასრულოთ ეს insert-იც სტუდენტებში. ახლა შევასრულოთ კურსებში insert-ი და ახლა შევასრულოთ ჩარიცხვებში insert-ი. ამგვარად ჩვენ უკვე insert-ების შევასრულოთ და ინფორმაცია გვაქვს. შეგვიძლია შევიხედოთ თითოეულ ცხილში რომ ნახოთ რა ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად ნახოთ ინსტრუქტორებში რა ინფორმაცია გვაქვს. ამისთვის შეგვიძლია დავწერთ select pip-key რომ ყველანაირი ინფორმაცია წამოვიღოთ from ანუ რომელიც ხრილიდან და instructors. ამას თუ გავუშვებთ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რომ ეკრანზე გამოგვივა ინსტრუქტორების ცხილში რა ველები გვაქვს, instructor ID, name და mail-ი, ხედავთ რომ 1 ნიკა კოგვაშვილის mail-ი და 2 ეს. ანალოგიურად შეგვიძლია შევამოწმოთ მაგალითად კურსებში რა გვაქვს. ხედავთ რომ ეს არის ჩვენი შექმნილი კურსები, ან ჩარიცხვებში რა ინფორმაცია შევიდა. და ასე ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია შეგვიძლია შევამოწმოთ. ასევე რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კი ყველა ინფორმაცია გამოგვქონდა, მაგრამ ჩვენ შეიძლება რაიმე ფილტრებით შემოვიღოთ. მაგალითად ვთქვათ რომ ჩვენ ყველა ინფორმაცია არ გვაინტერესებს ჩარიცხვიდან, მხოლოდ ჩარიცხვის ID-ები გვაინტერესებს. ამ შემთხვევაში ვიტყვით რომ select enrollment ID from enrollments და მხოლოდ ID-ებს გვეტყვის. მაგალითად მხოლოდ გვინდა ჩარიცხვის ID და თარიღი. მაშინ ვიტყვით მძიმე და გამოყოფთ და ჩამოწერთ რა ველები გვინდა. ან ნუ თუ ყველა გვინდა, რა თქმა უნდა, ისევ pip-ზე დავაბრუნებთ და უბრალოდ მივიღებთ ყველა ველს. ახლა დავუშვათ ჩვენ გვინდა რომ რომელიმე სტუდენტს შევცვალოთ მეილი, იმიტომ რომ თქვათ არასწორად შეიყვანა თავისი მეილი. მაგალითად გავიგოთ ამ წუთას რა მეილი აქვს შეყვანილი სიტყვაზე სტუდენტ გიორგი გიორგაძეს. ჩვენ შეგვიძლია თქვათ რამეს. პირველში select all from students. მაგრამ თქვათ ყველა არ გვაინტერესებს, კონკრეტულად გიორგი გიორგაძე გვაინტერესებს, ამიტომ გავფილტროთ მასზე. ფილტრისთვის ვიტყვით where
და დავადეთ ფილტრს. მაგალითად, ჩვენი ფილტრი არის, რომ სახელი უნდა უდრიდეს გიორგი გიორგაძეს, ანუ name უდრის. შევამჩნიეთ, რომ აქ ერთი ტოლობის ნიშანით არის ტოლობის შემოწმება, Java-ში ორი ნიშნით იყო. და აქ დავწერთ ისე გიორგი გიორგაძე. და ასე ამოგვიდებს ყველა იმ სტუდენტს, რომლის სახელიც არის გიორგი გიორგაძე, ანუ ეს. აქ ხედავთ, რომ მისი მეილი იყო georgi@gmail.com, მაგრამ დაუშვათ ჩვენ გვჭირდება, რომ სხვანაირი მეილი ქონდეს. ამისთვის ჩვენ ვიტყვით ასეთ რამეს. update students, ანუ სტუდენტების სხილში შეგვაქვს რაიმე ცვლილება. და ახლა რა ცვლილება შეგვაქვს? ცვლილება არის, რომ set email უდრის და ახალი ნიშნულობა, მაგალითად georgi@giorgadze.gmail.com და ამ ცვლილებას შევიტანთ სად? where დავკოპიროთ ამ პირობას name უდრის გიორგი გიორგაძეს. ასე ამის გაშვებით ჩვენ შევცვალეთ გიორგი გიორგაძის მეილი. ნუ ან თავიდან გავუშვათ, ნახოთ რომ შეიცვალა. ეს არის update ბრძანება. გარდა insert-ისა, update-ისა და select-ისა, ასევე გვაქვს delete. რა არის delete? delete არის რომ რომელიმე ველი ამოვაკლოთ. ანუ მაგალითად ახლა ჩვენ სტუდენტების სხილში რომ ნახოთ თავიდან ვინ ყავს? ყავს ეს სამი სტუდენტი, რომლებიც სამივე არიან ჩარიცხული კურსებზე, ამიტომ პირდაპირ არ ამოვაკლოთ, მაგრამ მაგალითად შევხედოთ ჩარიცხვების სხილს ახლა. რომ უფრო კონკრეტულად მოხდეს ეს ყველაფერი. ჩარიცხვის სხილში ჩამოწერილი გვაქვს რომელი სტუდენტი სად ჩაირიცხა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი კონკრეტული ჩარიცხვის ინფორმაცია ამოვიღოთ. მაგალითად, სიტყვაზე მესამე სტუდენტმა აი ამ უცხო მოყმემ გადაწყვიტა რომ მესამე საგნიდან ამოეწეროს. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ პირდაპირ გვინდა delete from enrollments და რაიმე პირობას ვინც ასრულებს, ყველა წკრივი უნდა ჩაეწაიშალოს. რა პირობას? მაგალითად, პირობა არის რომ თუ სტუდენტის ID უდრის 3-ს და კურსის ID უდრის 3-ს, ანუ ეს შემთხვევა, მაშინ წაიშალოს ეს ცხრილი. ზოგადად კარგი პრაქტიკაა რომ სანამ delete-ზე გავუშვათ რამეს, select-ით შევამოწოთ რომ ხომ ნამდვილად ის მოვაქვს, რაც ჩვენ გვიდა. ამიტომ მოდი select all from enrollments და ეს where დავუწეროთ, რომ ნახოთ ვიზეა საუბარი. ხედავთ რომ ხოლმე ამ ერთველზეა საუბარი, ამიტომ ამ ერთველს წავშლით აქ. ასე გამოვიძახეთ ეს წაშლა და ახლა უკვე აღარაფერს აგვიბრუნებს. როგორც ხედავთ სრულ სიაშიც, ის ერთი ველი ამოკლებულია. ახლა ჩვენ ვიხილეთ insert-ი, select-ი, update-ი და delete, რაც არის data manipulation language-ის მთავარი ბრძანებები. გარდა ამაცა, მოდი კიდევ ერთი data definition language-ის ბრძანება გავიაროთ, რაც აქამდე კარგად ვერ ახსენით. კერძოდ alter table, ანუ არსებულ ცხრილში, როცა გვინდა მაგალითად ახალი ველის ჩამატება ან შეცვლა. მოდი დავწერთ ასე რამე, alter table courses, მოდი დავწერთ ამას რომ alter tables-ზე ვსაუბრობთ ახლა. და ვიტყვით ასე რამეს. მაგალითად კურსების ცხრილში გვინდა რომ ახალი ველი ჩავამატოთ. მაგალითად add column difficulty. ანუ რამდენად რთულია ეს კურსი. და ვიტყვით რომ ეს არის ან difficulty-ს დავარქვათ level. რა ნიშნულობა აქვს ტექსტი. ვთქვათ varchar 20. ანუ ეს ტექსტი იქნება, რომელიც იტყვის ვთქვათ easy, medium, hard და ასე შემდეგ. ამის გაშვების შემდეგ ყველა კურსში რომ შევიხედოთ, ანუ მაგალითად select all from courses რომ დავწეროთ. დავინახავთ რომ უკვე ეს ახალი ველი ჩამატებული აქვს ყველას. რომელიც ნალია, იმიტომ რომ არაფერი არ მიგვითითებია ამ არსებულებისთვის, მაგრამ არსებობს. მოდი select-ის რამდენიმე მაგალითი კიდევ განვიხილოთ თვალსაჩინოებისთვის. პირველ რიგში მაგალითად შეგვიძლია დავწერთ უმარტივესი რომ select all from courses, რაც იქნება რომ კურსიდან ყველა ველი დაგვიბრუნოს. რაც აი ასე გამოიყურება ჩვენ შემთხვევაში. კურსის ID, სახელი, description-ი, ფასი, ინსტრუქტორის ID და level-ი, რომელიც ცარიელია. ახლა დავუშვათ მხოლოდ გვაინტერესებს კურსის სახელი და ფასი. დავწერთ select title price from courses. რაც უკვე მოგცეს მხოლოდ ამ ორ ველს. ახლა მოდი კიდევ უფრო შევზღუდოთ და ვთქვათ რომ გვინდა ისეთი კურსების სახელი და ფასი, რომლებიც ფასიც აღემატება ვთქვათ 30 ლარს. ვიტყვით select title price from courses where price მეტია 30-ს. ამ შემთხვევაში მარტო შევხედოთ რომ advanced SQL და web development-ი უნდა დარჩეს და ასეც მოხდა. ახლა კი დავუშვათ კიდევ უფრო გავართულოთ და ესენი დავალაგოთ მაგალითად ფასის მიხედვით. ამ შემთხვევაში ზუსტად იგივეს დავწერთ, შეგვიძლია დავაკოპიროთ კიდეც და დავამატოთ მხოლოდ order by
და სხვა შორის შეგვიძლია იგივე ხაზი უკან შეგვიძლია გავშალოთ, ძირითადად გაშლა უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის არის კარგი. ვიწყოთ რომ მაგალითად order by price. და ეს რას იზამს? ეს იზამს რომ ჯერ უფრო იაფიანს დავინახავთ, მე უფრო ძვირიანს. მაგრამ თუ ვიტყვით order by price desk, მაშინ პირიქით descending, ანუ კლების მიხედვით დალაგდება და ჯერ უფრო ძვირიანს დავინახავთ, მე უფრო იაფიანს. ეს არის select-ის მთავარი პრინციპები. ჩვენ ვიხდეთ ბაზაში ინფორმაციის შეტანა და წაკითხვა, მაგრამ ახლა უფრო რთულ შემთხვევას შევეხოთ. დავუშვათ ჩვენ გვინდა რომ ორი სხვადასხვა ცხრილიდან ამოვიღოთ ინფორმაცია. მაგალითად, როგორ შეიძლება გამოვიტანოთ ორი ცხრილის წევრები, ანუ მაგალითად კურსის სახელი და ინსტრუქტორის სახელი ერთდროულად. მაგრამ მოგეხსენებათ, კურსის ცხრილში მხოლოდ ინსტრუქტორის ID წერია, ინსტრუქტორის სახელი არ წერია. და ინსტრუქტორის ცხრილში საერთოდ არ არის კურსის ინფორმაცია. ამიტომ როგორმე კურსის და ინსტრუქტორის ცხრილები ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ. მოგეხსენებათ, რადგან კურსის ცხრილში გვაქვს ინსტრუქტორის ID, ერთგვარ ხიდად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს, რომ მსგავსი ინფორმაცია მივიღოთ ეკრანზე. ამისთვის ბაზებში გამოიყენება join ბრძანება. მაგალითად, გვაქვს კურსების და ინსტრუქტორების ცხრილები, რომელშიც არის სხვადასხვა ველები, რაც თავარია მათი ID-ები და სახელები, და ჩვენ ვიტყვით ასეთ რამეს, რომ კურსის ცხრილში არსებულ ინსტრუქტორის ID-ს დაუკავშირებთ, ანუ join ინსტრუქტორების ცხრილში არსებულ ინსტრუქტორ ID-სთან. ამისთვის ჩვენ დავწერთ join on instructor ID. მოდი ახლა ეს ვიხილოთ კოდში. ესე იგი, გვაქვს კურსების და ინსტრუქტორების თეიბლები, გვინდა მათი სახელების ამოღება და გვინდა რომ join-ით დავაკავშიროთ instructor ID-ით. ესე იგი, პირველ რიგში გვინდა კურსების თეიბლიდან სახელი, ანუ title და ინსტრუქტორების თეიბლიდან ასევე name. From courses, რომელიც უნდა დავაჯოინოთ ინსტრუქტორებზე და რითი ვაკავშირებთ? On courses წერტილი instructor ID უდრის, მოდი გადავიდეთ ახლა ხაზზე რომ უფრო თვალსაჩინო იყოს. Instructors წერტილი instructor ID. მოდი გავუშვათ ეს კოდი, ნახოთ რა მივიღეთ. მივიღეთ რომ სახელით და ლექტორის სახელით დალაგებული კურსები და ლექტორები. როგორც გვინდოდა. ახლა განვიხილოთ join-ის უფრო რთული შემთხვევა, როდესაც ბევრი ბევრთან კავშირი გვიწევს. ანუ მაგალითად ჩვენს სქემაში გახსოვთ რომ ბევრი სტუდენტი შეიძლება იყოს ბევრ საგანთან დაკავშირებული. იმიტომ რომ თითო სტუდენტს ქონდეს რამდენიმე საგანი აღებული, ხოლო თითო საგანზე რამდენიმე სტუდენტი იყოს. ამის join-ის შესწრებად უნდა გამოვიყენოთ მათი შუამავალი ცხრილი enrollment-ი, რომელიც უკვე განვიხილეთ. ანუ გვაქვს სტუდენტების ცხრილი, enrollment-ების ცხრილი და კურსების ცხრილი. ვიტყვით რომ მათ თითოეულს აქვს ID, სახელი და ასე შემდეგ. და ახლა როგორ დავაკავშირებთ? ჩარიცხვების ცხრილი პირველ რიგში აკავშირებს სტუდენტის ID-ს სტუდენტებთან, ხოლო კურსის ID-ს აკავშირებს კურსებთან, თითო join-ით. ამ ორი join-ის გაერთიანებით კი შეგვიძლია რომ თქვათ თითო სტუდენტის სახელი და თითო კურსის სახელი ჩამოვწევოთ, რომლებიც არიან დაკავშირებული. ვიხილოთ ეს კოდში. ანუ ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვაქვს კურსების, ინსტრუქტორების, სტუდენტების და enrollment-ების თეიბლები, ხო? და ჩვენ გვინდა ნახოთ რომელ კურსზე რომელი სტუდენტებია. ამისთვის წერთ ასეთ რამეს, რომ პირველ რიგში select, რადგან ჯერ შეიძლება გასაგები არ არის რა სწორ select-ში pick-ით დავტოვოთ, from და ახლა გავუყვეთ. კურსები უნდა შევერთდეს enrollment-ებს, enrollments on კურსების კურს ID, როცა უდრის enrollment-ების კურს ID-ს და ისინი თავის მხრივ უნდა შევერთდნენ სტუდენტებს, როცა enrollment-ის student ID უდრის სტუდენტის student ID-ს. ახლა გავხსენოთ რა გვინდა და ჩვენ გვინდა და კურსის სათაური და სტუდენტის სახელი. ახლა სლემაში რას მოგცემს? ხო, students მრავლობით უნდა გვეწეროს, ეს მნიშვნელოვანია. აქაც შევცვალოთ. და ხედავთ რომ მივიღეთ, რომ თითოეულ საგანზე შეგვიძლია ნახოთ, რომელი სტუდენტები მონაწილეობენ. ანუ მაგალითად, advanced SQL საგანზე არიან გიორგი გიორგაძე და ბობ სმიტი, ფიზიკაზე არის გიორგი გიორგაძე, web development-ზე არის გიორგი გიორგაძე. აქაც ხედავთ შეგვიძლია დავალაგოთ რითიც გვესურვება. მაგალითად, შეიძლება დავალაგოთ სტუდენტების სახელის მიხედვით და მივიღოთ ასე რომ ჯერ ბობ სმიტის სკოლა ნახოთ, მერე გიორგი გიორგაძეს. ან შეგვიძლია ისევ დავალაგოთ კურსის სათაურის მიხედვით, როგორც თავიდან იყო და მივიღოთ ასეთი სქემა. ახლა დავუშვათ გვაინტერესებს მაგალითად რამდენი მოსწავლეა ფიზიკის კურსზე დარეგისტრირებული. ასეთი შემთხვევისთვის უნდა გამოვიყენოთ group by ოპერაცია, რომელიც საგნის მიხედვით დაკავშირებს მოსწავლეებს და შემდეგ მათ რაოდენობას დავინახავთ. მაგალითად, დავუშვათ ჩვენ select-ით და join-ით უკვე მივიღეთ ასეთი ცხრილი, სადაც პირები გვიწერია სტუდენტების სახელები და საგნის სახელები. მაგალითად არის რომ გიო არის ფიზიკაზე, დავით ფიზიკაზე, ლუკა ქიმიაზე, ასე შემდეგ.
დაუშვათ ჩვენ გვინდა გავიგოთ თითო საგნის მიხედვით როგორ დაჯგუფდებიან. Group by დაწერის შემდეგ ჩვენ მივიღებთ რომ ფიზიკისთვის გვეცოდინება რომელი სტუდენტები ყავს, ქიმიისთვის რომლები, ბიოლოგიისთვის რომლები და შემდეგ უკვე მათი რაოდენობის გამოძახება შეგვეძლება პირდაპირ. ამ შემთხვევაში მივიღეთ რომ 3 სტუდენტია ყველაზე, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება სხვა რაოდენობას დავჯერიყო. ეს დაჯგუფების კოდი ეს call-ში ჩაიწერება ასე. პირველ რიგში თქვა select-ი და pip-ი დავტოვოთ, რადგან ჯერ გავგებარია ზუსტად რა წერთ აქ. და მე გავყვეთ from courses. ოღონდ ვინაიდან აქამდე იხელდით რომ courses წერტილი title და ასე გრძელი საწერია, შეგვიძლია შემოკლებულად დავწეროთ courses as c. და ეს ყოველთვის c წერტილი title და მსგავს ტექსტებს მიიღებს. მეტიც Postgres-ში შეგვიძლია შევამოკლოთ და as საერთოდ არ დავწერთ, პირდაპირ courses c. ამიტომ ხვდება რომ c ნიშნავს კურსებს. დავაჯოინოთ enrollments table-თან, რომელშიც ასევე e დავარქვათ და ვიხილავთ ასეთ რამეს. on c-ს course ID უნდა უდრდეს s course ID-ს, ანუ ყოველთვის ჩარიცხულია ამ კურსზე. და ახლა რითი დავაჯგუფოთ? შეგვიძლია პირდაპირ დავაჯგუფოთ course title-ის მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემს, რომ პირდაპირ იგივე კურსზე დავითვალოთ ვინ რამდენი მოხდა. მოდი ახლა უკვე რა გავიცით რომ კურსის ტიტულის მიხედვით არის დაჯგუფებები, ანუ მაგალითად ფიზიკა და მე რიგ სტუდენტები, ქიმია და მე რიგ სტუდენტები ჩვენ მაგალითად როგორც იყო. ახლა უკვე შეგვიძლია select-ი გავწეროთ ბოლომდე. ხო, select-ში ასე რამე რომ course title გვინდა, ანუ რა საგნებია და თითოეულ საგანზე გვინდა რამდენი სტუდენტია. ამისთვის არსებობს count ფუნქცია, რომელსაც გადავცეთ რაიმე wells და დაითვლის ეს well-ი რამდენჯერ გვხდება. მაგალითად ჩვენ enrollment-ებში სტუდენტების ID რამდენჯერ გვხდება, მაგას დავითვლით. და ანუ ფაქტობრივად ეს გვეტყვის რამდენი სტუდენტია თითო კურსზე დარეგისტრირებული. ოდე ეს ეკრანზე არ გამოჩნდება ლამაზად count student ID დაეწერება და ლამაზი სახელი რომ გაუჩნდეს, ისე ვიტყვით as თქვა დავარქვათ number of students. და ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ეკრანზე პასუხი დავალაგოთ order by სტუდენტების რაოდენობით, ანუ number of students. და მეტიც კლების მიხედვით დავალაგოთ, რომ ჯერ უფრო პოპულარული კურსები შევხვდეს, მერე ნაკლებ პოპულარული და ასე შემდეგ. ამ კოდს რომ გავუშვებთ, ვიხილავთ რომ ჩვენ გვაქვს advanced SQL-ი, რომელზეც 2 სტუდენტია, ფიზიკა, რომელზეც 1 სტუდენტია და web development-ი, რომელზეც 1 სტუდენტია. ანუ ეს კოდი მუშაობს ასე. აქამდე ჩვენ განვიხილეთ რამოდენიმე სხვადასხვა ბრძანება. თუმცა შეიძლება დაგაბნიათ იმან თუ რა თანმიმდევრობით ხდება მათი შესრულება რეალურად, რადგან ჩაწერის თანმიმდევრობით არ სრულდებიან. SQL query-ის შესრულების თანმიმდევრობა ასეთია. პირველ რიგში ყურადღება ექცევა რა ეწერა from-ში, მერე where-ში, მერე group by-ში, მერე having-ში, მერე select-ში და მერე order by-ში. ცხადია, ყველა მათგანი აუცილებელი არ არის. ერთადერთი აუცილებელი არის select-ი და from-ი, დანარჩენი ყველაფერი შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. მოდი განვიხილოთ რეალურ მაგალითზე. დაუშვათ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიპოვოთ ყველა ისეთი კურსი, რომელზეც მინიმუმ 5-20 წელს გაგრძელებული სტუდენტია დარეგისტრირებული. და დავალაგოთ ასეთი კურსები მერე სტუდენტების რაოდენობის მიხედვით. საკმაოდ კომპლექსური ამოცანაა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყვებით. ჩვენი ამისთვის საჭირო SQL კოდი გამოიყურება ასე, რაც შეიძლება დამაბნეველი, რადგან ბევრი კოდი ერთად გამოჩნდა, მაგრამ ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყვებით და ყველაფერი აშკარა გახდება. პირველი ნაწილი, რაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რასაც SQL-ი მიაქცევს ყურადღებას, არის ეს from-ების და join-ების ნაწილი. სადაც ვამბობთ, საიდან მოგვაქვს ინფორმაცია. როგორც ხედავთ, კურსების ცხრილს ვიღებთ პირველ რიგში. შემდეგ enrollment-ების, ანუ ჩარიცხვების ცხრილთან ვაკავშირებთ კურსის ID-ის მიხედვით. შემდეგ კი ამ ჩარიცხვებს ასევე სტუდენტებთან ვაკავშირებთ სტუდენტის ID-ის მიხედვით. ამის შემდეგ ვფილტრავთ, რომ თითოეული სტუდენტის ასაკი უნდა იყოს 20 წელზე მეტი, რადგან ეს იყო პირობაში მოცემული. შემდეგ ვაჯგუფებთ კურსის ID-ის და სახელის მიხედვით, რადგან ჩვენ გვინდა რომ თითოეულ კურსზე ვიცოდეთ ეს ინფორმაცია. შემდეგ ვიტყვით რომ მხოლოდ ისეთი კურსები გამოვიტანოთ, რომლებშიც count-ი, ანუ შესული ელემენტების რაოდენობა 5-ია მინიმუმ, რაც ნიშნავს რომ მინიმუმ 5-20 წელს გაგრძელებული სტუდენტები ყავდეს ამ კურსს. შემდეგ გამოვით ეკრანზე რისი გამოტანა გსურს და გსურს რომ გამოვიტანოთ კურსის ID, კურსის სახელი და რამდენი სტუდენტია, რაც არის count pip-ით მოცემული და სახელს ვარქვევთ ეკრანზე გამოსწანად num students over 20. ნებისმიერი სახელი შეიძლება დაგვერქვია, უბრალოდ ისეთ რამეს ვარჩევთ, რაც ეკრანზე კარგად გამოჩნდება. ხოლო ამის შემდეგ ვამატებთ order by-ს, რომელთაც ვამბობთ, რომ აი ამ თანმიმდევრობით უნდა გამოვიდნენ ეკრანზე. ამ შემთხვევაში ვავალაგებთ num students over 20-ით descending order-ით, ანუ კლების მიხედვით, რომ პირველი იყოს ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა სტუდენტები, ვისაც ყავს, შემდეგი და ასე შემდეგ. ხოლო თუ რაოდენობა სტუდენტების იგივეა, მაშინ უბრალოდ კურსის სახელის მიხედვით დავაგდენ. როგორც ხედავთ, ასე მიუყვება და არ არის აუცილებელი, რომ ყველა ელემენტი შედიოდეს. მაგალითად, having ამ შემთხვევაში არ გამოვიყენეთ. having იქნებოდა იგივე რაც where, ოღონდ დაჯგუფების შემდეგ გაფილტრო.
ახლა დროა ვისაუბროთ ინდექსზე. მოგეხსენებათ, აქამდე რა ინფორმაციებსაც ვიყენებდით, რაღაცა რაოდენობა დროის კომპლექსისთან ასოცირდებოდა. მაგალითად, ჩვენი ქონდა where ოპერაციები, join ოპერაციები და სხვა კავშირები და ინფორმაციის წამოღებები და გაფილტრები, რომლებიც ცხადია კომპიუტერმა უნდა შეასრულოს. ზოგადად ამას აკეთებდნენ primary keys საშუალებით, რომლითაც ფიზიკურად უკვე დალაგებულია მონაცემთა ბაზაში და პირდაპირ სელექტები ძირითადად სწრაფია, მაგრამ როდესაც ჩვენ გვინდა რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე გაფილტრვა, დაჯოინება და ასე შემდეგ, შემოგვაქვს ინდექსი იმისთვის, რომ ჩვენ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ჩაწერა ან წაკითხვა ავასწრაფოთ. განვიხილოთ ასეთი პრობლემა. მაგალითად, ჩვენ გვინდა რომ რაღაცა სახელის მიხედვით ვიპოვოთ, თქვათ, სწორი კურსი. თუ სახელი არის რაიმე ტექსტური ველი, რაც რეალურად არის, ეს იქნება ძალიან ნელი ოპერაცია, როდესაც ცხრილში გვაქვს, თქვათ, მილიონობით სხვადასხვა კურსი ან მილიონობით სხვადასხვა მოსწავლე. ამ შემთხვევაში ჩვენი გამოსავალი არის, რომ შევქმნათ ინდექსი, იმისთვის, რომ ლოგარითმულ დონეზე დავიყვანოთ ეს ძებნის ოპერაცია და არა წრფივ დონეზე. რაც ალგორითმებიდან გახსოვთ, რომ ნიშნავს, რომ მაგალითად მილიარდ ველიან ბაზაში ჩვეულებრივ ძებნას შევა მილიარდი ოპერაცია დაგჭირდება, მაგრამ ახლა 30 ოპერაცია დაგჭირდება, რაც ძალიან აჩქარებს ყველაფერს. ეს ინდექსის კოდი ეს SQL-ში საკმაოდ მარტივად დაიწერება. ვიტყვით პირდაპირ რომ create index და ვარქვით რაიმე სახელს, მაგალითად index courses title. და ვიტყვით on, რომ კურსზე შეიქმნას, ანუ რომელ ცხრილზე ასე ვუთითებთ, courses, რომ კურსების ცხრილზე იყოს და ამ ცხრილის რომელ ველზე ან ველებზე გვინდა რომ დაიდოს ინდექსი. ამ შემთხვევაში მხოლოდ title-ზე. ამის გაშვების შემდეგ კი მივიღეთ რომ შევქმნით ინდექსი, რომელიც გამოც უკვე title-ზე დაინდექსებულია, რაც ნიშნავს რომ როცა გვინდა სათაურის მიხედვით გაფილტრვა ამ ჩვენი ცხრილის, უფრო სწრაფად მოხდება. თუ გაინტერესებთ ეს როგორ მუშაობს, ზოგადად ეს ეხება დალაგების და მოძებნის ალგორითმებს, რომლებიც ჩვენ კარგად განვიხილეთ მომაცემთა სტრუქტურების და ალგორითმების ლექციებში და შეგიძლიათ გადახედოთ. მთავარი პრინციპები აქ რაც მუშაობს, ჯერ კიდევ არის ხეები, ორობითი ძებნა და მსგავსი სტრუქტურები, რომლის გამოც ლოგარითმულ დრომდე ჩამოდის ძებნის სირთულე. ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ერთი სელექტი არ არის საკმარისი ინფორმაციის სრულად ამოსაღებად და გვიწევს უფრო რთული ოპერაციის შესრულება, მაგალითად subquery ეგრეთ წოდებული. ანუ სელექტის ოპერაციის შიგნით კიდევ ერთი სელექტის დაწერა. მოდი ნახოთ ეს რას ნიშნავს. პირველი ლექტორის ყველა სტუდენტს ასე ვიპოვიდით. მოდი ჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ დავშალოთ ეს პრობლემა, რომ უფრო მარტივი გადასახარში იყოს. პირველ რიგში ნახოთ ყველა საგანი, რომელზეც პირველი ლექტორი ასწავლის. ანუ select course ID from courses where instructor ID უდრის 1-ს. ხედავთ რომ ასეთი არის მხოლოდ course ID 1 ნომრით. რომ ნახოთ ეს რომელი course ID-ია, შეგვიძლია title-ს მივწეროთ, რომ advanced SQL-ს ასწავლის მხოლოდ პირველი ლექტორი, ესე იგი. კარგი. ახლა იმის რომ ნახოთ ყველა სტუდენტი, რომელიც ამ advanced SQL-ს გადის, ესე იგი ფაქტობრივად რა გვჭირდება? უნდა ვიპოვოთ ყველა ისეთი სტუდენტი ჩარიცხვებში პირდაპირ from enrollments, რომლებშიც course ID, ანუ ის კურსის საგანი უდრის 1 სამ შემთხვევაში, რადგან პირდაპირ გავიგეთ რომ 1-ია პასუხი. მაგრამ ზოგადად პირდაპირ აქედან უნდა მოვიღოთ. და ასე ვიტყოდით რომ სტუდენტი 1 და სტუდენტი 2 ვიცით რომ არის პასუხი. მაგრამ დავუშვათ ჩვენ გვინდა ამ სტუდენტების სახელი საერთოდაც. ამ შემთხვევაში ვიტყოდით select student, ანუ მოდი ჯერ ფიქრად დავტოვოთ from students, რომელსაც s დავარქვათ. და ვიცით რომ სტუდენტის სახელი გვინდა, ამიტომ s.name აქვს. და ახლა აღარ რა პირობები გვაქვს. ეს სტუდენტები უნდა დავაჯოინოთ ჩარიცხვებთან, enrollments e. დაჯოინება ხდება თქვენ სტუდენტის ID-ით, ანუ სადაც სტუდენტი ID უდრის s student ID-ს. და ახლა უნდა გავფილტროთ დამატებით იმით, რომ ამ ჩარიცხვებში მხოლოდ გვინდა ესეთი ჩარიცხვები, რომლებიც მოხდა რომელიმე ისეთ კურსზე, რომელიც ნუ ხა ჩვენ ვიცით რომ რეალურად 1-ს უდრის. მაგრამ ჩვენ არა უბრალოდ 1-ს უდრის გვინდა, არამედ გვინდა ყველა ისეთი კურსი, რომელიც რაღაცა პირობას აკმაყოფილებს. ჩვენ შემთხვევაში ყველა ისეთი კურსი, რომელიც აი ამ შედეგისგან დაბრუნდება. ანუ ყველა ისეთი კურს ID, რომელიც არის in რაღაც სელექტის შედეგში, აი ამ სელექტის შედეგში. ანუ ამ შემთხვევაში ვიცით რომ ეს სელექტი აბრუნებს მხოლოდ 1 კურს, რომელიც არის კურს ID 1, მაგრამ შეიძლება მეცაც აბრუნდეს სხვა შემთხვევაში. და ვიცით რომ ამის მიხედვით რომელი კურსებიც შედის მაგაში, მაგ კურსებზე მყოფი სტუდენტების სახელები გვინდა. როდესაც უკვე აი ამ კოდს გავუშვებთ,
ჩვენ ეკრანზე ვიხილოთ ისევ გიორგი გიორგაძის და ბობ სმითს. ანუ ეს არის ორი სტუდენტი, რომლებიც პირველი ლექტორის საგნებზე დადიან. ეს არის საბქვიერი. ზოგადად რაც საბქვიერით ჩაიწერება, მის ჩაწერის რაიმე სხვა გზაც მოიძებნება. საბქვიერი უბრალოდ ერთი შესაძლო გზა. თუმცა ეს შესაძლო გზა საკმაოდ ძვირი გვიждდება, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ select-ის გამოძახება ხდება თითოეულჯერ, ანუ O(n) დროის სირთულე ალგორითმიდან თუ გახსოვთ. იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად იგივე რაც ერთი for loop-ი და შიგნით მეორე for loop-ი იყო Java-ში. ჩვენ ახლა ბაზების ფუნდამენტები გავიარეთ მეტნაკლებად და ახლა დროა გავხდეთ ბაზების გულ. პირველ რიგში ამისთვის უნდა განვიხილოთ ნორმალიზაციის საკითხი. მოგესალმებით, სრულიად დასაწყისში ჩვენ განახეთ ერთ გიგანტურ Excel ფაილში რომ ჩაგვეწერა ჩვენი მთელი ინფორმაცია, როგორი იქნებოდა. და ხედავთ უკვე რომ ამას ექნებოდა სისტრაფის პრობლემა, პარალელიზმის პრობლემა, ზედმეტად ბევრი ინფორმაციას შეინახავდა და ამიტომ ძალიან დიდი ადგილი წავიდოდა დისკზე და ასე შემდეგ. ნორმალიზაცია სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა. არსებობს ნორმალიზაციის დონეები. პირველი, მეორე, მესამე, boys code normal form-ი, მეხუთე და მეექვსე. ჩვენ ახლა არ განვიხილავთ თითოეული ნორმალიზაციის დონე რას მოიცავს, მაგრამ საკმარისია ვიცოდეთ, რომ რაც უფრო მეტად ნორმალიზებულია მონაცემთა ბაზა, მით უფრო გამოყოფილია სხვადასხვა ცხილში განმეორებადი ინფორმაცია, მით უფრო დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თითოეული სვეტი მხოლოდ ერთ ინფორმაციას შეიცავს და არა რაიმე სიას ან უფრო კომპლექსურ ობიექტს და ამიტომ მით უფრო სტანდარტიზირებულია და ზუსტად ვიცით ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. რაც ძირითადად კარგია, მაგრამ არსებობს მაგრამ. ხანდახან ეგრეთ წოდებული დენორმალიზაცია, ანუ ნორმალიზაციის მოკლება, პირიქით სასარგებლოა. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ზოგჯერ განმეორებადი დატა შევინახოთ ერთ ცხილში და არ გავყოთ ორ სხვა ცხილად, განზრახ იმისთვის, რომ select ბრძანება უფრო სწრაფი იყოს, რადგან ყოველთვის როცა ორ ცხილად არის გაყოფილი ინფორმაცია, join ბრძანების გამოყენება გვიწევს იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია გავაერთიანოთ და ისევ გამოვიყენოთ. ხანდახან გვირჩევნია, რომ უფრო სწრაფი select-ი გქონდეს, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ მეტი სივრცე დაიკავოს დისკზე ან მეტი დრო დაჭირდეს ამ ინფორმაციის შეცვლას. თუ ვიცით, რომ ეს ბაზა უფრო ხშირად იყენებს read ოპერაციებს, ვიდრე write ოპერაციებს, ანუ select-ს ვიდრე inserts, updates და deletes. ახლა განვიხილოთ ახალი პრობლემა. დავუშვათ ჩვენ გვიდა რომ ყოველთვის როდესაც სწორედ თავის მეილს შეცვლის, ამ მეილის შეცვლის თარიღი შევინახოთ. ანუ იდეურად რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს რომ ყოველთვის როცა რაღაცა ოპერაცია მოხდება სტუდენტების ცხილზე, კონკრეტულად მეილის შეცვლის ოპერაცია, რაღაცა სხვა ოპერაციას განხორციელდეს ავტომატურად ჩვენ ბაზაზე. სწორედ ამისთვის არსებობს ტრიგერები, ანუ ავტომატური ქმედებები. ნახოთ ეს კოდში. სტუდენტის მეილის ყოველი ცვლილების ავტომატურად ასასახლად, პირველ რიგში შევქმნათ ახალი ცხრილი, რომელშიც ამ ინფორმაციას შევინახოთ. დავწერთ უცებ create table და ვთქვათ student email audit ან history. რა ნიშნობა აქვს audit იყოს? ანუ ვიტყვით რომ პირველ რიგში გვინდა ამ audit ID, რაღაც serial primary key ისევ. მერე გვინდა student ID, რომელიც უბრალოდ არის რიცხვი და ნათნალი. real-ად foreign-კიც არის, მაგრამ ამ წუთას არ მივაქცევთ ამას ყოთღა, იმიტომ რომ თავარი ეს არ არის. ვიღოთ ძველი იმეილი, რა იყო? varchar 255, ეგან ეს არის იმეილის ტიპი და ახალი იმეილი რა დააყენა. varchar 255 ისე. და როდის მოხდა ეს ცვლილება, რომელიც არის timestamp tz not null. ეს არის ის ველები, რაც გვჭირდება და ახლა, აქაც პრინციპში default null დავუწეროთ. შევქმნით ეს ცხრილი. შევქმნით უკვე. და ახლა ამ ცხრილის მიხედვით შევქმნათ ტრიგერი. ტრიგერის შექმნა Postgres-ში ცოტა კომპლექსური პროცესია. პირველ რიგში ამისთვის უნდა შევქმნათ ტრიგერის მომცემი ფუნქცია, და მერე მისი გამოყენებით უნდა შევქმნათ. ნახოთ ეს რას ნიშნავს. ჯერ დავწერთ რომ create or replace, რომ უფრო ბევრ და რანაოდაც არ გაფუჭდეს function log email change, ანუ ლოგიკურად უბრალოდ მეილის ცვლილებას რაგან წერთ, ანუ logout. მაგიტომ ვარქვათ ამ სახელს, რაც გვინდა იმას დავარქმევთ. და რას აკეთებს ეს ფუნქცია? ეს ფუნქცია გვიბრუნებს ტრიგერს, ანუ returns trigger. და ახლა უბრალოდ Postgres საჭირო სინტაქსია as $, თავში და ბოლოში და language SQL. ანუ უბრალოდ Postgres რომ ვიყენებთ მაგის ხაზგასმელად. გვაქვს begin და end, როგორც Java-ში ქონდა ფიგურული ჭრილების გახსნა და ხრვა if-ში ან for-ში რაიმე შეცვლად, SQL-ში გან ფიგურული ჭრილებს არ ვიყენებთ, begins და ends წერთ სიტყვიერად. და უკვე ჩავწერთ მარტივად insert ბრძანებას, რომელიც უკვე გასაგებია როგორც ხდება. Insert into ჩვენ შექმნილ student email audit-ში, სადაც რა ველები შეგვაქვს? შეგვაქვს სტუდენტის ID, ძველი მეილი
და ახალი მეილი. შეცვლის თარიღის შეტანა არ გვიწევს, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ისედაც ავტომატურად შეიძლება ამ მომენტის თარიღით. ველიებად მივცემთ ამას, რა თქმა უნდა, old student IDs, old emails და new emails. ეს old და new საიდან მოვიდა, ცოტა ხანში ვიხილავთ, მაგრამ ფაქტობრივად ნიშნავს თითოეული შეცვლილი ველისთვის ამ ჩვენი სტუდენტის მეილის დააპდეითებისას აქამდე რა იყო student ID, რადგან არ შეცვლა, აქამდე რა იყო მეილი და ახლა რა გახდა მეილი. და ამის შემდეგ უნდა return new დავუწეროთ, რადგან ცვლილება მოხდა და ახლა დააპდეითებულ სტუდენტის ველი გვინდა რომ დავუბრუნოთ. ეს უბრალოდ საჭირო სინტაქსია და ახლა შეგვიძლია თვითონ ტრიგერიც დავასრულოთ. ამისთვის უკვე უნდა დავწეროთ create trigger. Trigger-საც დავარქვათ რაიმე სახელი, მაგალითად students email update trigger. რეალურად რაც გვინდა იმას დავარქვათ, რომ ლოგიკურად ეს ჩდება. და როდის გვინდა რომ ეს ტრიგერი ირანებოდეს. რეალურად ჩვენ გვინდა რომ ეს ირანებოდეს, როდესაც სტუდენტის table-ზე მოხდება update-ი, რომელიც email wells შეეხება. ანუ after ზოგადად არსებობს ტრიგერში before და after. Before ნიშნავს რომ სანამ რაიმე ცვლილების უფლებას მიცემთ, რამე ვალიდაცია გავუკეთოთ, რამე არ მოგვეწონა უარი უთხრათ და after არის იმისთვის რომ რაღაც ცვლილება უკვე მოხდა და ახლა უბრალოდ რეაგირებას ვახდეთ. მაგალითად ამ შემთხვევაში წერთ ამ ჩვენ student email audit ცხრილში ახალ wells. After update, risi update of email on students. ანუ სტუდენტების ცხრილში როცა email შეიცვლება მაგ დროს. For each row, ანუ ყველა ისეთი ველი რომელსაც ცვლილება მოხდა, wins აკავყოფილებს ამ პირობას, ანუ when და ახლა პირობას დავწერთ. პირობა არის რომ ძველის მეილი არ უნდა უდრიდეს ახლის მეილს. ამას წერთ ასე is distinct from. რაც ფაქტობრივად იგივე რაც არ უდრის, მაგრამ უფრო თვალსაჩინო ფორმაა. New emails. ანუ ეს არის აქამდე როგორი ველები ქონდა და ეს არის ახლა როგორი ველები გაუხდა. ყოველთვის როცა email-ის ველი შეეცვალა, გამოვიძახოთ ეს ფუნქცია, ანუ execute function log email change. რაც ამ ძველზე და ახალზე გამოიძახებს და შედეგად მივიღეთ ამას. მოდი ახლა დავრავოთ ეს კოდები, რომ შევქმნათ ჩვენი ტრიგერი. და ასე ჩვენი ტრიგერი შექმნილია და აწი ყოველთვის როცა სტუდენტს მეილს შევცვლით, აისახება ეს email audit-ში. მოდი ეს ვიხილოთ ახლა. მაგალითად დავასელექტოთ ყველა სტუდენტი. რაც რომ აქ არის რამდენიმე სტუდენტი. აი მაგალითად Ariel აი ამ უცხომოყმეს შევცვალოთ მეილი. მოდი ვთქვათ რომ update students set email უდრის მაგალითად Ariel წერტილი Ariel, მოკლედ ორჯერ უბრალოდ უმნიშვნელოდ gmail.com, სადაც სტუდენტის ID უდრის 3-ს. მაგალითად მე ეს ახლა გავუშვი, ტრიგერიც დაირანა. გარდა იმისა, რომ სტუდენტში შეიცვალა, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევიხედოთ student email audit-ში და ვნახოთ რა მოხდა. Student მიცადეთ. ჩამოვწიოთ. Select all from student email audit რომ დავრანოთ ახლა. ნახოთ რომ აქ შევიდა რომ ariel.gmail.com გადაკეთეთ ariel.gmail.com-ად აი ამ მომენტში. შეიძლება აქამდე შეემჩნიათ, რომ ხანდახან იგივე ლოგიკის გამეორება გვიწევს სხვადასხვა query-ში. მაგალითად, რაიმე იგივე select-ის გაწერა, რაიმე იგივე კომპლექსური insert-ის და update-ის გაწერა. მოგეხსენებათ Java-ში ამისთვის ქონდა ფუნქციები, რომ მსგავსი კოდი ერთად გაგვეტარა და მხოლოდ ერთი გამოძახებით შეგვიძლებოდა რომ ყოველ ჯერზე 10 ან 100 ხაზით დაწერა თავიდან არ გვიწევდეს. SQL-ს ასეთი ორი სხვადასხვა გზა აქვს. ფუნქციები და stored პროცედურები. განვიხილოთ რა განსხვავებაა. ფუნქციებში შეგვიძლია რომ query-ში ჩავსვათ პირდაპირ, ოღონდ ძირითადად არის ინფორმაციის დამბრუნებელი, ისე რომ რეალურად შიგნით database-ში ვერაფერს ვერ შეცვლის. ანუ ეს არის რაიმეს დასათვლელად, აი მაგალითად count ოპერაცია რომ გავიხსენოთ. ან რაიმეს დასაჯამებლად. ანუ ისე შემთხვევებში, როდესაც inputs გადავცემთ, რაღაცას გამოიცვლის და გამოცვლ შედეგს დაგვიბრუნებს უკან. ხოლო stored პროცედურები უფრო ძლიერია, მაგრამ არ შეგვიძლია რომ პირდაპირ select change search and update query-ში ჩავახსოვოთ. stored პროცედურები ცალკე უნდა გამოვიძახოთ. მაგრამ შეუძლია დააბრუნოს შედეგი ან არ დააბრუნოს შედეგი და ასევე შეუძლია რომ რეალურად ბაზაში ინფორმაცია შეინახოს. ანუ შეუძლია insert-ის, update-ის ან delete-ის გამოძახება stored პროცედურას. ახლა ვიხილოთ ორივე კოდში. ჩვენ ერთხელ უკვე ვიხილეთ ფუნქცია რა არის, როცა ტრიგერს ვაკეთებდით, მაგრამ ახლა უფრო ხშირი გამოყენება როგორც აქვს ამ ფორმით ვიხილოთ. ხშირად ფუნქციას იმისთვის იყენებენ რომ რაიმე არგუმენტი მიეწოდონ და ამის მიხედვით რაღაცა დაითვალოს, გამოითვალოს, ანუ ფაქტობრივად select-ი გაუშვას და შედეგი დაგვიბრუნოს უკან. მოდი ნახოთ ამის მაგალითი. დავუშვათ, ჩვენ გვინდა ნახოთ რომელიმე ერთ კურსზე რამდენი ადამიანია გაწევრიანებული ამის დამთვლელი ფუნქცია. ვიტყვით ასე create or replace
create or replace იმისთვის წერთ, რომ მარტო create-ით რომ იყოს ორჯერ და რანაირად error-ს ამოგვიგდებდა და ასე არ ამოგვიგდებს error-ს. Function get enrollment count. ანუ რასაც გვინდა იმას დავარქოთ, უბრალოდ ახლა enrollment-ების რაოდენობა რეალურად. დავიწყოთ რომ ეს არის course ID ან CID მარტივად რომ თქვათ, სულ ერთი რას დავარქოთ. ანუ არგუმენტი, რომელსაც მივაწოდებთ, რომელიც არის integer ტიპის. და უნდა დაგვიბრუნოს ისევ integer-ი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უბრალოდ დავბრუნოთ integer-ი. as ახლა ისევ უნდა ჩავსვათ $-ის ნიშნებში, რაც აქამდეც შეგვხვდა. language და მივუწოდოთ SQL-ი. და შეგინ ჩავწევთ SQL ბრძანება, რომელსაც გამოვიყენებთ. ეს არის ჩვენი select count ფუნქცია, რომელიც აქამდეც შეგვხვდა და დიახ, count-იც ისეთივე ფუნქცია, როგორც ახლა რომ რაღაც ფუნქციას ვქნით. და ამ count ფუნქციაში გავაცნობთ p-ს, როცა უბრალოდ რაოდენობა გვინდა წკრივების. და ახლა რისი რაოდენობა enrollment-ებში, სადაც კურსის ID, ანუ ამ enrollment-ების კურსის ID უდრის ჩვენს მოწოდებულ CID-ს. ანუ ამით ჩვენ მივიღეთ, რომ ყოველთვის, როცა რამე ჩარიცხვა იქნება ამ კურსის ID-ანი, დაითვალე ეგეთები და მე ეს რიცხვი დაგვიბრუნეს საბოლოოდ. query შექმნილია. და ახლა შეგვიძლია მაგალითად ვიკითხოთ select get enrollment count. მაგალითად 1. ანუ პირველ კურსზე რამდენი ადამიანია ჩარიცხული და მივიღეთ 2. მეორე კურსზე ჩარიცხულია 1. ხო, რაიმე არ არსებულ კურსზე, მაგალითად 6-ზე ცხადია ჩარიცხულია 0 ადამიანი, იმიტომ რომ ასეთი კურსი არ არსებობს. ეს არის ფუნქცია. ახლა რომ ნახოთ რითი განსხვავდება პროცედურისგან, მის გვერდით შევქვათ სწორ პროცედურას. სწორ პროცედურას შეუძლია რაიმე ცვლილების შემოტანა. მაგალითად დავუშვათ ჩვენ შევქმნით ასეთი პროცედურა, მოდი create or replace procedure, რომელიც ახალ სტუდენტს ამატებს, ანუ enroll student. ამ სტუდენტს ჩასვამს თან გვინდა კურსის ID, რომელ კურსზე ჩასვას ეს სტუდენტი და სტუდენტის ID, ანუ SID, რომელიც ასევე რიცხვია integer. ამასაც მსგავსად ვიზამთ, რომ ესე იგი ეს არაფერს არ აბრუნებს, ამიტომ returns-ის მწე არ უნდა. $-ები გახსნდა ხურვისთვის და language-ად მივუთითოთ აქაც PLPG SQL-ი, რომელიც არის PostgreSQL-ში. და აქ ვიტყვით, რომ insert into enrollments student ID და course ID უნდა მივუთითოთ და value-ებად ვაძლევთ ჩვენ მოცემულ CID-ს და SID-ს. ეს ცოტა SID-ს და CID-ს. ეს ცოტა არარეალური მაგალითია, იმიტომ რომ არაფერი არ გაგვიმარტივა, ამის გამოძახება ისეთივე სირთულე, რაც ამის გამოძახება, მაგრამ პროცედურა შეიძლება ნებისმიერი სირთულის და რაოდენობის ბრძანებები გვეწეროს. ამ შემთხვევაში ეს როგორ იმუშავებდა, რომ ეს პროცედურა შეიქმნება ახლა. ხო, beginning და end-ი არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა. ეს ყოველთვის. რაცა ვაკეთებთ პროცედურას. და ახლა ეს პროცედურა გვაქვს. შეგვიძლია გამოვიძახოთ ახალი სტუდენტის შესაყვანად სადმე. მაგალითად call enroll student და მაგალითად პირველ კურსზე ან მეორე კურსზე შევყავთ მესამე სტუდენტი. ამის გამოძახების შემდეგ რაღაც შეიცვალა enrollment-ებში. შეგვიძლია select all from enrollments და ახლავე აღმოვაჩინოთ ჩვენთ. აი enrollment-ებში ხედავთ, რომ ახლახანს დაემატა მესამე სტუდენტი მეორე კურსზე. ეს არის პროცედურა. გარდა ფუნქციისა და პროცედურისა, კიდევ ერთი კოდის შემოკლებელი არსებობს და მნიშვნელოვანია რომ განვიხილოთ, ეს არის view. მოდი ვისაუბროთ views-ზე. აი აქვე ვახსენოთ view რა არის. View ფაქტობრივად არის select-ის შედეგის შემნახავი. ზუსტად ისე როგორც ფუნქცია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ view შეიძლება უფრო კომპლექსური select-ებით შევინახოთ და views არგუმენტს არ გადავცემთ. ანუ მაგალითად create or replace view. მაგალითად დავარქოთ რამე v_ubrald სტილიასთი course roster, ანუ კურსზე რა ხდება, რომ გვითხრას. as და ახლა as-ში უკვე წერთ ჩვეულებრივად select-ის ბრძანებას. მაგალითად ვწევთ select course title, ამოდი c title და s_name from courses c. დავაჯოინოთ ეს enrollment-ებთან და სტუდენტებთან ახლავე. join enrollments on c course ID უდრის e course ID-ს, ანუ რაც აქამდე ხდებოდა უბრალოდ იგივეს ვაკეთებთ.
და ასევე დავაჯოინოთ სტუდენტებთან on enrollment-ის student ID. როცა უდრის სტუდენტის student ID-ს. და ამის შედეგად ჩვენ ფაქტობრივად ვიღეთ ყველა კურსის სათაურსო სტუდენტის სახელს, ანუ როგორც აქამდე main to main join იქონდა. და ახლა რადგან შევქმნით, შეგვიძლია პირდაპირ აქედან გამოვიძახოთ ხოლმე. მაგალითად select all from v course roster რომ დავწეროთ. ეს ფაქტობრივად ცხრილივით არის ახლა. და აქედან შეგვიძლია დავასელექტოთ და ნახოთ რომ აი ეს ყველა გვაქვს. ასევე შეგვიძლია აქვე ამ ველებისთვის პირდაპირ ფილტრი შემოვიღოთ. მაგალითად where name უდრის Bob Smith დავაწეროთ და გამოგვიჩნდება მხოლოდ ის ერთი ველი. ამის საშუალებას გვაძლევს view. ხანდახან ჩვენ მონაცემთა ბაზებში გვაქვს სიტუაცია, როდესაც გვჭირდება რომ რაღაცა ბრძანებების ჯგუფი ან ყველა შესრულდეს, ან არც ერთი. მაგალითად ფულის გადარიცხვისას უნდა დავrწმუნეთ რომ თუ ვიღაცას გადაურიცხა ფული, ნამდვილად ამასაც მოაკლა და ამასაც მოემატა, ან არც ერთი არ მოხდა, რადგან სხვა შემთხვევაში გამოვიდა რომ არასწორად ვთვლით ფულს და ეს პრობლემებში გაგხსოვს. ტრანზაქციები არის ბაზაში ის ოპერაციები, რომლებიც სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს. ანუ ტრანზაქციის საშუალებით რა ხდება, რომ ეს მოცემული ოპერაციები ჯერ ინახება RAM-ზე და მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა შესრულდება და ჩვენ მოგვეწონება, გადავა დისკზე. ან დაკენსილდება და საერთოდ არაფერი არ აისახება დისკზე. მოდი განვიხილოთ ამისი მაგალითი. დავუშვათ, ლუკას აქვს 20 ლარი, ხოლო ნიკას აქვს 40 ლარი. ლუკას უნდა რომ ნიკას გაუგზავნოს 10 ლარი. პირველ რიგში გავხსნით ტრანზაქციას. ლუკას დავაკლებთ 10 ლარს, ნიკას დავუმატებთ 10 ლარს, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ხდება RAM-ში, არ ასახულო დისკზე. ხოლო შემდეგ გამოვიძახებთ commit ბრძანებას, რომელთაც უკვე დისკზე ავსახავთ ამ ცვლილებებს. და შედეგად მივიღეთ, რომ ლუკას დააკლდა 10 ლარი, ხოლო ნიკას მოემატა. ასევე არსებობს rollback ოპერაცია, ზუსტად იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა სწორად ვერ წავიდა და ყველა ბრძანება ვერ შესრულდა. რას ნიშნავს ახლა ეს? მაგალითად, აი მსგავს სიტუაცია, სადაც უკვე ლუკას აქვს 10 ლარი, ნიკას აქვს 50 ლარი და ახლა პირიქით, ნიკა უგზავნის ლუკას 20 ლარს. გავხსნით ტრანზაქციას, ნიკას დავაკლებთ 20 ლარს და ახლა როცა ლუკას უნდა გაუგზავნოთ 20 ლარი, რაიმე ერორი მოხდა. დავუშვათ, კომპიუტერი გაითიშა, ინტერნეტი გაითიშა და ნებისმიერი შეცდომის გამო ვერ მოხერხდა ამ ოპერაციის შესრულება. რადგან ჩვენ გვქონდა ტრანზაქცია გახსნილი, აქ გამოიძახება rollback-ი და ეს 20 ლარი უსაფრთხოდ დაუბრუნდება ნიკას, ისე რომ არ დარჩება ჰაერში დაკარგული 20 ლარი. სწორედ ამის გარანტიას გვაძლევს ტრანზაქცია. მოდი ახლა მსგავსი ტრანზაქცია დავწეროთ SQL-ში. პირველ რიგში დავუშვათ ესეთი ამოცანა გვაქვს, რომ ჩვენ რადგან გვაქვს კურსზე შესვლა, ანუ enrollment-ები და გვიწერია კიდეც რომ კურსებს თავის ფასი აქვთ, დავუშვათ ასეთი სისტემა გავაკეთოთ, რომ თითოეულ კურსზე შესვლისას უნდა გადაიხადო ეს ფასი. და თუ კურსის ფასი ვერ გადაიხადე, მაშინ საერთოდ არ დაუშვათ შენი დარეგისტრირება კურსზე. ანუ enrollment-ში დამატებისთვის საჭირო იყოს რომ payment-შიც დაემატო, ასე ვთქვათ. მოდი ამის გამარტივებული ვარიანტი გავაკეთოთ ასე რომ დავუშვათ გვაქვს payment-ების რაღაც ცხრილი. Create table payments. უცებ შევქვათ მარტივად ყველანაირი რთული რეალური სამყაროს ბანკირების ლოგიკის გარეშე. გვაქვს რაღაც payment ID, serial primary key. გვაქვს enrollment ID, ანუ რომელ კურსზე ჩარიცხვისთვის რომელმა სტუდენტმა გადაიხადა ეს. Amount, ანუ რა ფასის გადახდა მოხდა. აქ ვწერთ amount-ს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი და მე კურსის ფასი მომავალში შეიცვალოს, შევინახოთ იმ წამს რა გადაიხადა. და payment date, ანუ როდის მოხდა ამის ჩარიცხვა. ეს იქნება ისე timestamp time zone, default note, ანუ ისე რომ ავტომატურად შეიცვალოს ამ წამინდელი ინფორმაციით. ეს მოდი შევქმნით. და სხვა შორის F5-ს ვაჭერ ხოლმე, რომ ავტომატურად გაეშვას კოდი. იგივე რომ აქ დავაჭირო, მაგრამ ერთი და იგივეა. და ახლა დავიწყოთ ტრანზაქციის შექმნა. პირველ რიგში ჩვენ ახლა რომ ტრანზაქცია უნდა გაიხსნას, ბრძანებები დაიწეროს და მე ტრანზაქცია დაკომიტდეს ან დაროლბექდეს. ტრანზაქციის გახსნა სხვა ენაში სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ Postgres-ში ხდება ასე, უბრალოდ begin. და მორჩა ამით უკვე ტრანზაქცია დაწყებულია. ეს კომენტარია მოგხსნათ არაფერს ნიშნავს. დავუშვათ ჩვენ გვაქვს რომ insert into enrollments, ვიღაც სტუდენტი შევიყვანოთ, მაგალითად სტუდენტი კურსზე, ვალიუებში დავუწევთ მაგალითად რა ვიცი, მეორე სტუდენტი მესამე კურსზე. და ასევე insert into payments, enrollment ID და amount-ი, ვთქვათ values, ახლა ხელით ვწერ, ზოგადად დავასელექტებდით ამ ფასს სტუდენტი კურსების ცხრილიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვადარდებს ეს და უბრალოდ სწრაფად ვაკეთებ. values 500 და commit. ამ შემთხვევაში მხოლოდ მას შემდეგ
შეინახება ინფორმაცია დისკზე enrollment-ზე ან payment-ზე, რაც commit-ზე მივალთ. სანამ commit-ზე არ მივალთ, ეს ინფორმაცია დისკზე არ შენახულა და ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ამ დროს ესტუმროს ბაზას და select insert ან რამე დარანოს, დაინახავს ისევ ძველ ინფორმაციას. სანამ commit არ მოხდება, არც ერთი შეცვლილება არ ასახულა ჯერ. მოდი გავუშვათ ეს კოდი. ნუ ამ შემთხვევაში student ID გვაქვს და სტუდენტი, ამიტომ student ID დავწეროთ. შემდეგ დავრანავთ ამას და მივიღებთ რომ ტრანზაქცია დაირანა და ამიტომ ორივე ცვლილება აისახა. ხოლო თუ ტრანზაქცია არ დაირანებოდა რაიმე მიზეზით, არც ერთი ცვლილება არ აისახებოდა. ვინაიდან ჩვენ ეს ტრანზაქცია ერთხელ უკვე დავრანეთ, მეორე ჯერ უბრალოდ იგივეს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ enrollment table-ზე როგორც გახსოვთ, ჩვენ შეზღუდვა გვიდეს, რომ იგივე სტუდენტი იგივე კურსზე ორჯერ ვერ შევა. ამიტომ ამის თავიდან დარანა დააერორებს. ამიტომ ახლა ჩვენ თუ ვიტყვით რომ ტრანზაქცია დავიწყოთ და ეს ოპერაციები განახორციელოთ, მივიღებთ errors. და რადგან error-ი მივიღეთ, ტრანზაქცია ახლა არის დაერორებულ stage-ში. რაც ნიშნავს, რომ უნდა დაროლბექდეს და უნდა დაკენსელოს. სანამ ეს არ მოხდება, ვერც ერთ სხვა ოპერაციას ვეღარ შევასრულებთ. მაგალითად, თუნდაც ესეთი უწყინარი ოპერაცია, როგორც არის, რომ სტუდენტების თეილი დავაპდეითოთ, სახელი დავუყენოთ ლუკაზე, იქ სადაც სტუდენტების ID არის 1 სტოლი. ამასაც კი ვერ გავუშვებთ, სანამ ტრანზაქცია არ გაითიშება. ტრანზაქციის გასათიშად ჩვენ ხელით უნდა დავწეროთ rollback და დავრავნოთ holdes და ახლა უკვე ტრანზაქცია დასრულდა. ამიტომ ახლა უკვე ეს შესრულდება. მაგალითად, სტუდენტებში შეიცვალა სახელი ერთი სტუდენტის. ნახოთ ეს რომ ნამდვილად შეიცვალა. select row from students. ხედავთ რომ პირველ სტუდენტის სახელი ნამდვილად ლუკა გახდა. ასევე შეგვიძლია ნახოთ რომ ეს ტრანზაქცია ნამდვილად შესრულდა, იმით რომ select all from payments დავწეროთ. და აქაც ხედავთ რომ ერთი გადარიცხვა ნამდვილად შესრულდა. ამას გვაძლევს ტრანზაქციები. ზოგადად ტრანზაქციები ცოტა რთული საკითხია, მით უმეტეს იზოლაციაზე როცა მივდგებით. ამიტომ ტრანზაქციებზე, ისევე როგორც ნორმალიზაციაზე და სხვა კომპლექსურ საკითხებზე, ამოცანებს სიხილავს ჩვენს დავალებებში და დიდი რეკომენდაცია ჩემგან იმას, რომ ყველა დავალება შესრულოთ. SQL ბაზები, რომლებსაც აქამდე განვიხილავდით, გვაძლევს გარკვეულ გარანტიებს. მათ ეწოდებათ ACID გარანტიები. ანუ atomicity, consistency, isolation და durability. განვიხილოთ თითოეული რას ნიშნავს. ატომურობა არის ზუსტად ახლა რაც ვიხილეთ ტრანზაქციები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაფერი ან არაფერი მიდგომით, ან ყველა ოპერაცია შევინახოთ, ან არც ერთი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მაგალითად ფულში არ ავირიოთ და ასე შემდეგ. კონსისტენტურობა არის, რომ რაღაცა ჩვენი შემოღებული წესები არ ირღვევა, რაც შეიძლება ნებისმიერ რამეს ნიშნავს ბიზნეს ლოგიკის მიხედვით, მაგრამ ზოგადად აზრი იმაშია, რომ ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ მონაცემები უესრად არ შეგვეცვლება და სხვა მოლოდნელი რამეები არ მოხდება. იზოლაცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი რამდენიმე ტრანზაქცია, როდესაც გვაქვს გაშვებული ცალ-ცალკე, მაგალითად, ერთგან ლუკა უგზავნის ნიკას ფულს და ერთგან გიორგი უგზავნის ლუკას ფულს. მათ შეიძლებათ, რომ სანამ არ დააკომიტებენ თავენ ცვლილებებს, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და პარალელურად გაეშვან. ეს უფრო კომპლექსური თემაა, რომელსაც ამ ლექციაში მთლიანად ვერ დავფარავთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ნიშნავს, რომ ტრანზაქციებს შეუძლიათ პარალელურად გაეშვან და ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს. და durability, ანუ ჩვენი შენახული ინფორმაცია რომ არ იკარგება, რადგან დისკზე უკვე დასეივდა და არაფერი მოუვა. ამ გარანტიებს SQL ბაზები გვაძლევენ, მაგრამ არსებობს ბაზები, რომლებიც ამ გარანტიებს არ გვაძლევენ, იმის ხარჯზე, რომ რაღაცაში უფრო სწრაფები ან რაღაც სხვაში უკეთესები არიან. განვიხილოთ SQL-ის შეზღუდვები. პირველ რიგში SQL-ს აქვს მკაცრი სქემა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ცხრილში წინასწარ არის განსაზღვრული რა ველები უნდა შედიოდეს, რომელი ველი უნდა იყოს ტექსტური, რომელი რიცხობრივი და ასე შემდეგ. არ შეიძლება ამისი დარღვევა, არ შეგვიძლია რაიმე ახალი ველი ჩავამატოთ ან არასწორი ტიპის ინფორმაცია შევინახოთ. ასევე SQL-ის ბაზები არის ვერტიკალურად სკალირებადი. ვერტიკალურად სკალირება გულისხმობს, რომ ჩვენ ერთ კომპიუტერზე გაშვებულ ბაზას შეგვიძლია მხოლოდ იმით დავეხმაროთ, რომ ამ კომპიუტერში გავაუმჯობესოთ პროცესორი, გავაუმჯობესოთ RAM-ი, გავაუმჯობესოთ დისკი და ასე შემდეგ. ანუ ერთი კომპიუტერის გაძლიერება არის ვერტიკალური სკალირება. განსხვავებით ჰორიზონტალური სკალირებისგან, რომელიც არის რომ ბევრი სხვა კომპიუტერით მიგვედგა და პარალელიზება გავუკეთებინა ამ პროცესს, რაც SQL-ი ამაზე არ არის გათვლილი, მაგრამ სხვა ბაზები არის. და ასევე SQL-ი საშუალებას გვაძლევს, რომ დავყავოთ რთული ურთიერთკავშირები ცხრილებში join-ების გამოყენებით, რაც აქამდე განვიხილეთ. ასევე არსებობს NoSQL ბაზები. NoSQL ბაზების უპირატესობა არის, რომ რაიმე სხვა benefit-ებს გვაძლევენ, რომლებიც SQL ბაზებში არ გვქონდა ან ნაკლებად ქონდა, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ACID გარანტიებში რომელიმეს აღარ აცვლებენ.
NoSQL ბაზები ზოგადად გვაძლევენ მორგებად სქემას, ანუ აღარ გვიწევს რომ წიასწარ განსაზღვროთ თითოეული ობიექტისთვის რა ველების შენახვა გვინდა. ჰორიზონტალურ სკალირებას, ანუ ბევრ კომპიუტერზე გადანაწილება უფრო ადვილად შეგვიძლია, რაც საჭირო არის, როდესაც მაგალითად Facebook-ი ან მსგავსი აპლიკაცია გვაქვს, სადაც მილიონობით ან მილიარდობით მომხმარებელი ყავს და ინფორმაციის რაიმე ალტერნატიული ფორმებით შენახვის საშუალებასაც გვაძლევენ. ანუ აქამდე თუ მხოლოდ ცხრილებში და განსაზღვრულ სქემაში ვინახავთ, ახლა შეგვიძლია სხვანაირადაც შევინახოთ ინფორმაცია. მოდი განვიხილოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზები. პირველ რიგში ეს არის რელაციური, ანუ SQL ბაზები, რომელსაც აქამდე ვლაპარაკობდით. ანუ ცხრილები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან join-ებით. უკვე გასაგებია ისინი როგორც მუშაობენ. შემდეგი არის key value database-ები, ეგრეთ წოდებული, სადაც გამარტივებულია პროცესი, გვაქვს მხოლოდ ერთი key, რაც ჩვენ SQL-ში იყო primary key მაგალითად, და მიმულია მხოლოდ ერთ value-ზე, ანუ რაღაც ერთ ობიექტზე. მაგალითად Redis database-ი არსებობს, რომელშიც სიტყვაზე შეიძლება key იყოს, რა ვიცი, user 23 aged, value იყოს 19, user 23 bio და value იყოს ხაჭაპური მიყვარს, და user 24 რომელსაც იქნება ფიზიკოსი ვარ და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტულ key, რომელიც არის ტექსტური მნიშვნელობის, ექნება მიმული კონკრეტული value, რომელიც არის ასევე რაიმე ტექსტი. ეს მოგეხსენებათ საკმაოდ გავს ლექსიკონს, რომელიც განვიხილეთ მონაცემთა სტრუქტურების ვიდეოში. და რეალურად არა მარტო გავს, არამედ ლექსიკონის იმპლემენტაცია ფაქტობრივად. ვინაიდან კონკრეტულად Redis-ის სხვა მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, ინფორმაციას არ ინახავს დისკზე. არამედ ინახავს RAM-ში, ამიტომ ის არის ძალიან სწრაფი, ბევრად უფრო სწრაფი, მაგრამ არ ამდღრადი. ანუ თუ რაიმე მოხდა და დენი გაითიშა, ან რაიმე მიზეზით დაიქრეშა კომპიუტერი, ინფორმაცია დაიკარგება. ეს არის Redis-ის უპირატესობა სისწრაფის ხრივ, მაგრამ მინუსი, იმიტომ რომ თუ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, ახლა სამუდამოდ დაკარგულია. ამიტომ ძირითადად იყენებენ ისეთ სიტუაციებში, სადაც არაუშავს ინფორმაციის დაკარგვას, მაგრამ სისწრაფეც მნიშვნელოვანი. ცხადია, Redis ამისთვის აქვს ეგრეთ წოდებული backup სისტემა, რომელიც მაგალითად გარანტიას მოგცემს, რომ ბოლო 1 საათში ინფორმაცია დაიკარგება, მაგრამ უფრო ძველი არ დაიკარგება, იმიტომ თქვა ყოველ 1 საათში ხდება backup-ი, ან ყოველ 10 წუთში. ანუ backup-ის დროს რა ინფორმაციაც იყო, მაინც შეინახება, მაგრამ დანარჩენი დაიკარგება. და სისწრაფისთვის საჭიროა, რომ რაღაც ინფორმაცია დისკზე არ გადადიოდეს და რაღაც დროში ერთხელ ხდებოდეს დისკზე ჩაწერა მხოლოდ. თუმცა არსებობს ასევე სხვა ტიპის ბაზები, სხვა პლუსით და მინუსით. სანამ ამ ახალი ტიპის ბაზას განვიხილოთ, პირველ რიგში მინდა უცებ აგიხსენოთ JSON-ის შესახებ. JSON-ი არის ჩაწერის ასეთი სტილი, როგორც ეკრანზე ხედავთ, რომელიც საკმაოდ გავს Java-ს მაპებს, ანუ ლექსიკონებს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ key ყოველთვის არის ტექსტი, მაგრამ value შეიძლება იყოს ტექსტი, რიცხვი, boolean-ი, ანუ true and false-ი, შეიძლება იყოს massive-ი, ან შეიძლება იყოს ასევე სხვა JSON-ის ობიექტი. როგორც ხედავთ, აი მე-11 ხაზზე, როცა address key-ს აქვს ასევე სხვა JSON-ის ობიექტი, თავისი key და value-ებით. ასეთი ჩაწერის სტილი არის JSON-ი და საკმაოდ გამოსადეგია ინფორმაციის შესანახად, რადგან მარტივად შეიძლება მიცე ნებისმიერი კომპლექსური იერარქიული ფორმა. ამას იყენებენ დოკუმენტური დატაბეისები. დოკუმენტური ბაზები ასეთ პრინციპზე მუშაობენ, რომ აქვთ კოლექციები. თითო კოლექცია შედგება რამოდენიმე ობიექტისგან, რომლებშიც თითოეული დოკუმენტი არის key-ს შემცველი, რომელიც ამ დოკუმენტის უნიკალური ID და value დაქვს ეს თელი JSON-ის ობიექტი. ხოლო როგორც ხედავთ ეკრანზე, თითოეულ JSON-ის ობიექტს თავის მხრივ შეიძლება ქონდეს ასევე თითოეულ შიგნით key-ზე ახალი JSON-ის ობიექტი, ანუ ახალი ქვეკოლექცია მობმული. და ამიტომ იერარქიის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ეს კი კარგია, იმიტომ რომ მარტივი გამოსაყენებელი და მორგებადი სქემა SQL-ისგან განსხვავებით ახალი ველების დამატება მოკლების ხრივ და ასევე პლუსიც აქვს ის, რომ ჰორიზონტალურად სკალირებადია მარტივად, ანუ ბევრ კომპიუტერზე მარტივად გადანაწილდება ასეთი მონაცემთა ბაზა, მაგრამ რთული კავშირებისთვის სუსტია. ანუ join-ების პირდაპირ საშუალება აღარ გვაქვს, რადგან დაინდექსება აღარ გამოდის და საერთოდ key-ების გამოყენება ისე კარგად აღარ გამოდის. და ეს არის უბრალოდ ის შეწირვა კომპრომისი, რომელზეც უნდა წავიდეთ თუ MongoDB-ის გამოყენება გვირჩევნია მაგალითად SQL-ის გამოყენებას. ასევე არსებობს სხვა ბაზები, სხვა პლუსით და მინუსით და განვიხილოთ ისინიც. მაგალითად არსებობს wide column database-ები, ანუ რომლებსაც აქვთ ბევრი სვეტი თითოეული key-სთვის. მაგალითად ეკრანზე ხედავთ, რომ შეიძლება იყოს key geo, რომელსაც აქვს 3 ველი, მაგალითად სახელი geo, ასე კითხავდი და თვალისფერი ლურჯი. ან key nika, რომელსაც აქვს სხვა რაოდენობის ველები. Wide column-ში შეიძლება 1000-მდე ან უფრო მეტი სვეტიც კი იყოს თითოეული key-სთვის განსაზღვრული. ასეთი ჩაწერის სტილის პლუსი არის, რომ უფრო სწრაფია, უფრო მეტად სკალირებადია და უფრო მეტად ადაპტირებადი სქემა აქვს, მაგრამ საკმაოდ რთული გამოსაყენებელია. ამისი მაგალითი არის Cassandra-ს database.
და ეხლა კიდევ სხვაებიც განვიხილოთ. არსებობს ასევე გრაფული დატაბეისები, რომლებიც საკმაოდ ხშირია და მუშაობს ასე, რომ შეიცავს წვეროებს და წიბოებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში არის მთავარი წვერო ერთი user 23, რომელსაც დაწერია და ის არის დაუშვათ რამოდენიმე სხვადასხვა პოსტის ავტორი. გვექნება ასევე პოსტების წვეროებიც, მაგალითად post A და post B და ეს user-ი რომ ამ პოსტის ავტორია, გამოიხატება იმით, რომ მათ დამაკავშირებელ წიბოს აწერია ავტორი. ანუ ასეთი ბაზების უპირატესობა არის, რომ SQL-ისგან განსხვავებით, უფრო ღრმა და რთული კავშირები მარტივი გასაგებია, ეს SQL-ში თქვათ 5 ან 6 join დაჭირდებოდა, აქ ეგრევე ჩანს მარტივად. თუმცა საკმაოდ ვიწრო გამოყენება აქვს. ძირითადად გამოიყენება ან სოციალურ ქსელებში, როგორც არის Facebook-ი, რომ იპო 5 მეგობრის იქეთ ვინ მოგიწევდა, ან რეკომენდაციის tool ალგორითმებში, მაგრამ ესე ზოგად გამოყენებაში, როგორც SQL-ი არ არის. ასევე არსებობს search database-ები, რომლებიც ოპტიმიზირებულია ტექსტის მოძებნაზე კონკრეტულ დოკუმენტებში. ამ შემთხვევაში დაუშვათ გვაქვს სიტყვაზე აი დოკუმენტი 1, დოკუმენტი 2, დოკუმენტი 3, რომელიც რაღაც deep text შეიცავს და ჩვენ ვქვით ეგრეთ წოდებულ შემოbrunებულ ინდექსს. ანუ თითოეული სიტყვისთვის ან ტექსტის, მაგალითად გამარჯობა, დედა ან მე, ჩვენ ვინახავთ სიას თუ რომელ დოკუმენტებში შედის. მაგალითად, რომ გამარჯობა შედის პირველ, მეორე და მეოთხე დოკუმენტში, სიტყვა დედა ფიგურირებს მეორე, მესამე და მეშვიდე დოკუმენტში და ასე შემდეგ. ამის უპირატესობა არის, რომ კონკრეტულად ტექსტის მოძებნა უფრო ადვილი ხდება, იმიტომ ვიგეთ რომელ დოკუმენტში ან დოკუმენტის რომელ პარაგრაფში არის კონკრეტული სიტყვა, მაგრამ საკმაოდ რთულია, ნელი დასაყენებელია და ესაც ვიწრო გამოყენება. ასევე არსებობს ვექტორული ბაზები. ვექტორული ბაზების შემთხვევაში ჩვენ ვინახავთ იდეებს. თითოეული იდეა, რაც შეიძლება იყოს სიტყვა, ნახატი ან რამე, უნდა გამოვხატოთ როგორც ვექტორი, ანუ რიცხვების მასივი. და ამ რიცხვების მასივს მე ვიზუალურად ავსახავთ, რომ რომელიც ერთმანეთთან უფრო ახლოსაა, მსგავსი იდეებია. მაგალითად, ეკრანზე ხედავთ სამგანზომილებიან ვექტორის გამოსახვას, სადაც როგორც ხედავთ, ვაშლი, მსხალი და ბანანის სივრცეულად უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, ხოლო გემი და ნავი უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, რადგან მსგავსი იდეებს ახლოს ყოფი რიცხვები აქვთ. ვექტორულ დატაბეისების მაგალითია Chrome მაგალითად და ისინი გამოიყენება მსგავსი იდეების საპოვნელად და მათი მთავარი გამოყენება არის, რომ ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ კარგად აპროცესებს ვექტორულად შენახულ ინფორმაციას. თუმცა ეს ცხადია ვიწრო გამოყენების მაგალითია. ასევე არსებობს multimodal database-ები, ანუ როდესაც ერთ ბაზას შეუძლია მოიქცეს ზოგჯერ დოკუმენტური დატაბასავით, ზოგჯერ SQL-ისავით და ზოგჯერ გრაფული ბაზისავით. ამის მაგალითია FaunaDB, რომელშიც ერთი სქემა არსებობს request-ების, ანუ query-ების გაგზავნის, GraphQL ქვია ამ სქემას, ახლა არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურება, მაგრამ თავი არის, რომ ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ ამ ბაზას მოვეპყროთ გვინდ MongoDB-სავით, გვინდ SQL-ისავით და გვინდ Graph database-სავით და ნებისმიერ ფორმატში მოგვესახურება და მოგცემს ნებისმიერ ფორმატის ინფორმაციებს. თუმცა ბოლოში გასვას საკმაოდ სუყე მასალა იყო და ახლა უკვე ჩვენი კურსი უახლოვდება დასასრულს. მომდევნო ლექცია იქნება ბოლო და იქ ჩვენ განვიხილოთ სხვადასხვა გამოთვლით მანქანებს და გავიგებთ თუ ვინ იყო ალან ტურინგი და რატომ უწოდებენ მას გამოთვლების მამას. წარუმატებლად